წარმოიდგინეთ ასტრონავტი მთვარის ზედაპირზე. ის დგას უსასრულო ნაცრისფერ დაბლობში, სადაც არ არსებობს ბგერა, ქარი, სიცოცხლე. თითოეული მისი ნაბიჯი წარმოქმნის მთვრის ღრუბელს, რომელიც ნელა ეშვება უკან ზედაპირზე ვაკუუმის სიჩუმეში. ის კრებს მთვერს პატარა კონტეინერში, უბრალო ნაცრისფერი უსიცოცხლო ნივთიერება. მაგრამ ახლა შეაჩერეთ ეს სურათი. გადაიფიქრეთ, რა ნიშნავს ეს მთვერი. ამ უბრალო უსიცოცხლო ნაშთში ჩაკეტილია ის, რაც საჭიროა ადამიანების მილიონებისთვის სუნთქვისათვის, ჟანგბადი. არა გაზის სახით, არა ჰაერში, არამედ დამალული მინერალებში, რომლებიც წარმოიქმნა მილიარდი წლების განმავლობაში კოსმოსური შეჯახებების დროს. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი ასეთი მთვერია მთვარეზე. არა უბრალოდ გორაკები ან ველები. მთლიანად მთვარის ზედაპირი დაფარულია ამ რეგოლითით, ფხვიერი ნაწილაკებით, რომელთა სისქე მერყეობს რამდენიმე მეტრიდან 10 მეტრამდე. წარმოიდგინეთ, სასწორზე დავდოთ მთელი ეს რეგოლითი. მისი მასა იქნება დაახლოებით 10 კვადრილიონი კილოგრამი. ეს არის 10,000 მილიარდი ტონა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ რეგოლითის თითოეულ ტონაში დაახლოებით 465 კილოგრამი ჟანგბადია ჩაკეტილი. არა თავისუფალი ჟანგბადი, რომელსაც შეგვიძლია უბრალოდ ჩავისუნთქოთ, არამედ ქიმიურად დაკავშირებული სილიციუმთან, რკინასთან, ალუმინთან. რას ნიშნავს ეს რიცხვები? წარმოიდგინეთ ასე. ერთი საშუალო ზომის ქალაქის, დიდი თბილისის ან მილანის ტერიტორიაზე არსებული რეგოგოლითი შეიცავს საკმარის ჟანგბადს 100,000 ადამიანის 100 წლის განმავლობაში ყოფნისთვის. მხოლოდ ერთი საშუალო ქალაქის ზომის არეალი. ახლა გაამრავლეთ ეს მთვარის მთელ ზედაპირზე. დედამიწის მთვარეს აქვს ტერიტორია, რომელიც ტოლია აფრიკისა. 79 მილიონი კვადრატული კილომეტრი. ამ უზარმაზარ სივრცეში დამალული ჟანგბადი საკმარისია, რომ უზრუნო იყოს 100 მილიონ ადამიანს 100,000 წლის განმავლობაში. გაიმეორეთ ეს რიცხვი. 100 მილიონი ადამიანი, 100,000 წელი. ეს იმდენია, რამდენიც მოსახლეობაა მექსიკაში, ეგვიპტეში ან ფილიპინებზე გაერთიანებულად. მაგრამ აქ არის ის, რაც ამ რიცხვებს ნამდვილად შემაძრწუნებელს ხდის. ჩვენ არ ვსაუბრობთ ჰიპოთეტურ, თეორიულ შესაძლებლობაზე. ჩვენ ვსაუბრობთ ფიზიკურ რეალობაზე, რომელიც იმყოფება მხოლოდ 3 დღის მგზავრობის მოშორებით დედამიწიდან. მთვარე არ არის შორეული გალაქტიკა. ეს არის ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი, ობიექტი, რომელსაც შეგვიძლია ვუყუროთ ღამით ცისკენ. და მასზე ამ ნაცრისფერ უსიცოცხლო სამყაროში არსებობს მარაგი, რომელმაც შეიძლება უზრუნო იყოს ადამიანური ცივილიზაციის შემდეგი 100,000 წელი. როდესაც 1969 წელს ამერიკელი ასტრონავტი ნილ არმსტრონგმა გადადგა პირველი ნაბიჯი მთვარეზე, მან აღწერა ზედაპირი როგორც წვრილი და მტვრისებური. მისი ბუცები ღრმად ჩავარდა რბილ რეგოლითში. დატოვა ნათელი კვალი. ისეთი კვალი, რომელიც დღესაც ისევე იქ დგას, დაუცვლელი, რადგან მთვარეზე არ არსებობს ქარი ან წვიმა, რომ წაშალოს იგი. არმსტრონგმა და მისმა კოლეგამ ბაზ ოლდრინმა შეაგროვეს დაახლოებით 21,5 კილოგრამი ამ მთვრისა და ქვების ნიმუშები. ისინი ჩაუტანეს სპეციალურ კონტეინერებში, დაალუქეს და დააბრუნეს დედამიწაზე. მაშინ არავინ იფიქრა, რომ ეს უბრალო მთვერი შეიძლება იყოს გასაღები კოსმოსური კოლონიზაციისთვის. მეცნიერებმა გამოიკვლიეს ეს ნიმუშები 10 წლეულების განმავლობაში. დაიწყეს მათი სტრუქტურის, ქიმიური შედგენილობის, თვისებების შესწავლა. აღმოაჩინეს, რომ მთვარის რეგოლითი არის უნიკალური ნივთიერება. ის შედგება ძალიან წვრილი ნაწილაკებისგან. ზოგი მათგანი მხოლოდ მიკრონების ზომისაა, რომლებიც ჩამოყალიბდა მილიარდი წლის განმავლობაში მიკრომეტეორიტების დაჯახების შედეგად. წარმოიდგინეთ ზედაპირი, რომელიც მილიარდობით წელი იმყოფება სივრცის ცეცხლ ქვეშ. პატარა ქვები, მთვერი, კოსმოსური სხივები, რომლებიც მუდმივად აბომბავენ და ქმნიან ახალ ზედაპირს. ეს არის რეგოლითის დაბადების ისტორია. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ქიმიური შემადგენლობა. აღმოჩნდა, რომ მთვარის რეგოლითი შეიცავს მაღალ პროცენტს ოქსიდების, ნაერთების, სადაც ჟანგბადი დაკავშირებულია სხვა ელემენტებთან. მაგალითად, სილიციუმის დიოქსიდი, ის მინერალი, რომელიც ქმნის უმეტეს ნაწილს რეგოლითისა, შეიცავს დაახლოებით 54% ჟანგბადს მასურ პროცენტში. ალუმინიუმის ოქსიდში ჟანგბადი შეადგენს დაახლოებით 47%. რკინის ოქსიდებში დაახლოებით 25-დან 60%-ს დამოკიდებული ტიპზე. ახლა გამოთვალეთ. თუ რეგოლითის დაახლოებით 50%-ია სილიციუმის დიოქსიდი და სილიციუმის დიოქსიდის თითქმის ნახევარია ჟანგბადი, მაშინ რეგოლითის თითოეულ ტონაში გვაქვს რამდენიმე ასეული კილოგრამი ჟანგბადი. რა თქმა უნდა, ეს არ არის თავისუფალი ჟანგბადი. ეს არის ჟანგბადი, რომელიც ძლიერად დაკავშირებულია სხვა ატომებთან. მისი გამოთავისუფლება მოითხოვს ენერგიას, ტექნოლოგიას, გონების მუშაობას, მაგრამ ფიზიკურად ის არსებობს. ის არის იქ, ყოველ მეტრში რეგოლითისა,
რომელიც ფარავს მთვარის ზედაპირს. თუ ადამიანებს სჭირდებათ დაახლოებით 1 კილოგრამი ჟანგბადი დღეში სუნთქვისთვის, მაშინ 100 მილიონ ადამიანს დღეში დასჭირდებათ 100,000 ტონა ჟანგბადი. წელიწადში ეს იქნება 76 მილიონი 500,000 ტონა. 100,000 წელიწადში 7 მილიარდი 645 მილიონი ტონა. ეს ჟანგბადი შეიძლება მოიპოვოს მთვარის რეგოლითიდან და რეგოლითი მთვარეზე არის უზარმაზარი რაოდენობით. მაგრამ როგორ შეიძლება გამოიყვანოს ჟანგბადი ქვიდან? როგორ შეიძლება მყარი მინერალის დაშლა ისე, რომ მიიღოს სუნთქვის უნარიანი გაზი? პასუხი მდგომარეობს პროცესში, რომელსაც ელექტროლიზი ეწოდება. თქვენ შესაძლოა იცნობთ ამ პროცესს წყლის დაშლიდან, როდესაც ელექტროული დენი გაივლის წყალს და ჰიდროგენი და ჟანგბადი იყოფა ცალკე ბუშტებად. მაგრამ აქ საქმე გვაქვს არა თხევადთან, არამედ მყარ ქვებთან და ეს მოითხოვს სრულიად განსხვავებულ მიდგომას. ტექნოლოგია, რომელზეც საუბრობენ მეცნიერები, ეწოდება გალღობილი მარილის ელექტროლიზი. წარმოიდგინეთ შემდეგი. რეგოლითი თავდაპირველად უნდა გახურდეს ძალიან მაღალ ტემპერატურამდე, დაახლოებით 1600 გრადუსამდე ცელსიუსით, ხსნადი მარილების თანაობისას. ამ ტემპერატურაზე მინერალები იწყებენ ქიმიური ცვლილებების პროცესს. შემდეგ ელექტროული დენის გამოყენებით შესაძლებელია ჟანგბადის ატომების მოცილება მათი ბმებებიდან და მათი გამოყოფა გაზის სახით. ჩართეთ მეტალის ელექტროდები გახურებულ ნარევში, გაატარეთ ელექტროენერგია და ჟანგბადი იწყებს ბუშტების წარმოქმნას და გამოყოფას ზედაპირზე. ეს ჟღერს თითქოს მარტივად, მაგრამ პრაქტიკულად ეს არის არაჩვეულებრივად რთული ინჟინერული ამოცანა. თქვენ უნდა გადაიტანოთ მთელი ეს აპარატურა მთვარეზე. უნდა უზრუნველყოთ საკმარისი ენერგია რეგოლითის გაცხელებისთვის 1600 გრადუსამდე. უნდა შექმნათ სისტემა, რომელიც შეძლებს მუშაობას ვაკუუმში, სადაც ტემპერატურა მერყეობს უარყოფითი 174 გრადუსიდან დადებით 194 გრადუსამდე. უნდა შექმნათ რეაქტორი, რომელიც გაუძლებს ძალიან კოროზიულ გარემოს, გახურებული მარილები და გაზები, რომლებიც შეიძლება დააზიანოს მეტალის კომპონენტები. მაგრამ მეცნიერები აკეთებენ პროგრესს. 2014 წელს ბრიტანული კომპანია მეტალიზის, რომელიც მუშაობს კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, განავითარა სპეციალური მეთოდი, სახელწოდებით FF-Siu-Embridge პროცესი, სახელი მიღებული მის შემქმნელ მეცნიერებზე, ფრეი ფარტინგ ჩენზე. ეს პროცესი იყენებს კალციუმის ქლორიდის ნალღობს, რომელიც გამზადდა დაახლოებით 900 გრადუსის ტემპერატურაზე და ამ ტემპერატურაზე მიაწვდის ელექტროულ დენს. ნახევარი ტონა რეგოლითის სიმულატორიდან, ნივთიერება, რომელიც აკოპირებს მთვარის რეგოლითის თვისებებს, მათ შეძლეს ჟანგბადის წარმოება დაახლოებით 175 კილოგრამის რაოდენობით ექსპერიმენტული ციკლის განმავლობაში. ასევე მუშაობს ავსტრალიური კომპანია Austrem, რომელმაც განავითარა კიდევ უფრო ეფექტური ვერსია ელექტროლიზის. პროცესი, რომელიც მათი გათვლებით შეიძლება გარდაქმნას 1 ტონა რეგოლითი დაახლოებით 330 კილოგრამ ჟანგბადად. თუ დავტოვებთ ყველა სხვა ელემენტებს, სილიციუმს, ალუმინიუმს, რკინას, გვერდით, მხოლოდ ჟანგბადისთვის, მაშინ მივიღებთ საოცარ ეფექტურობას. და ეს არ არის ყველაფერი. იმ სხვა ელემენტები, სილიციუმი, ალუმინიუმი, რკინა, ტიტანი, ეს არის სწორედ ის მასალები, რომლებიც დაგჭირდება მთვარის ბაზის მშენებლობისთვის. ასე რომ, პროცესი მოგცემს არა მხოლოდ ჟანგბადს, არამედ სამშენებლო მასალებსაც. ახლა წარმოიდგინეთ მთვარის ზედაპირზე მომავალი ბაზა. არ არის დიდი. შესაძლოა პირველ ეტაპზე მხოლოდ 10-მდე ან 20-მდე ადამიანი. ისინი იცხოვრებენ მოდულებში, რომლებიც დაცულია რადიაციისგან სქელი რეგოლითის ფენით. მათი ბაზის გვერდით დგას დანადგარი, რეაქტორი, რომელიც ამუშავებს რეგოლითს. ყოველ დღე ეს მანქანა სქელავს რამდენიმე ტონა მთვარის მთვერს, აცხელებს მას, ავლებს მას ელექტროლიზს და აწარმოებს ჟანგბადს. ეს ჟანგბადი ივსება კონტეინერებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ბაზის სასიცოცხლო სისტემებს. ემებს. ადამიანები სუნთქავენ ამ ჟანგბადს. ასევე იყენებენ X სარწყავი სისტემებისთვის, სადაც მოჰყავთ მცენარეები, შესაძლოა პომიდურები, სალათები, კარტოფილი. ისინი იყენებენ ჟანგბადს როგორც დამჟანგველს, რაკეტის საწვავისთვის, რომელიც უკან დააბრუნებს მათ დედამიწაზე, ან წაიყვანს მარსზე. ასე რომ ტექნოლოგია საშუალებას აძლევს არა მხოლოდ სუნთქვის უზრუნველყოფას, არამედ სრული სიცოცხლებად, სრული სიცოცხლის მხარდაჭერას. ყოველი ტონა დამუშავებული რეგოლითი არის ერთი ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ. დამოუკიდებლობისკენ დედამიწისგან, დამოუკიდებლობისკენ მიწოდებებისგან, რომლებიც მოდის 3 დღეში კოსმოსური მგზავრობის შემდეგ. და რაც უფრო მეტად იზრდება ეს ტექნოლოგიის მასშტაბი, მით უფრო რეალური ხდება მთვარის კოლონიის იდეა. მაგრამ როგორია ამ პროცესის ეფექტურობა ნამდვილად? 2020 წელს NASA-ს მეცნიერები ჩაატარეს სერიოზული გათვლები. მათ გამოთვალეს, რომ დანადგარი, რომელსაც დასჭირდება დაახლოებით 1 მეგავატი ენერგია, შეძლებს დაამუშავოს დაახლოებით 3 ტონა რეგოლითი საათში.
მასიდან მიიღება დაახლოებით 1342 კილოგრამი ჟანგბადი. ეს საკმარისია დაახლოებით 1345 ადამიანისთვის ერთი დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არის თეორიული შეფასება, დაფუძნებული იდეალურ პირობებზე. პრაქტიკული სისტემა იქნება ნაკლებად ეფექტური, მაგრამ თუნდაც თუ ეფექტურობა იყოს 50%, ეს მაინც არის დამაჯერებელი შედეგი. და საიდან მოვა ეს 1 მეგავატი ენერგია? აქ ჩვენ ვაწყდებით კიდევ ერთ საინტერესო საკითხს. მთვარეზე მზის ენერგია მეტად ძლიერია ვიდრე დედამიწაზე, რადგან არ არსებობს ატმოსფერო, რომელიც შეასუსტებს სხივებს. მზიანი მხარე მთვარისა იღებს დაახლოებით 1 კილოვატზე მეტს კვადრატულმეტრზე. მაღალეფექტური მზის პანელებით ეფექტურობით დაახლოებით 60%, რაც არის შესაძლებელი თანამედროვე ტექნოლოგიით, 1 მეგავატის მისაღებად დაგჭირდება დაახლოებით 1667 კვადრატული მეტრი პანელების. ეს დაახლოებით 96 მეტრი იქნება თითო მხარეს, დაახლოებით 3 ფეხბურთის მოედნის ფართობი. მოსახერხებელი, მართვადი, შესაძლებელი. ელი, მაგრამ აქ არის პრობლემა. მთვარის რამე გრძელდება დაახლოებით 14 დედამიწის დღემდე. 14 დღის განმავლობაში სრული სიბნელეა, არანაირი მზის სხივები. რა მოხდება იმ დროს? ერთი გზა არის ბატარეების გამოყენება. დიდი მძიმე ბატარეების, რომლებიც დაინახეთება მზიანი დღის განმავლობაში და შემდეგ გამოყენდება ღამით. მაგრამ ეს მოითხოვს ძალიან დიდ მასას დატვირთვისთვის დედამიწიდან ან მასალებისთვის მთვარეზე წარმოებისთვის. სხვა უფრო საინტერესო გზაა მოათავსოს ბაზა სპეციალურ ადგილებში, სადაც თითქმის მუდმივად ანათებს მზე. ასეთი ადგილები არსებობს მთვარის პოლუსების მახლობლად, მაღალი წერტილები, კალდერები, სადაც მზის სხივები თითქმის მთელი წელი აღწევს. მაგალითად, მთვარის სამხრეთ პოლუსზე, შეკლტონის კრატერის სიახლოვეს, არსებობს რამდენიმე ადგილი, რომლებიც მზის შუქს იღებენ დაახლოებით 90%-ის განმავლობაში წელიწადში. ეს არის ძალიან ბევრი. მალნარის პიკი ახლოს იქვე იღებს შუქს თითქმის 95%-ის განმავლობაში. ასეთ ადგილებში სარელეო სისტემა დაფუძნებული მზის ენერგიაზე იქნება თითქმის უწყვეტი. მცირე ბატარეების სარეზერვო რამდენიმე დღის სიბნელისთვის და ყველაფერი მზადაა, მაგრამ არის კიდევ უფრო საინტერესო ვარიანტი – ბირთვული ენერგია. პატარა ბირთვული რეაქტორი, ზომით დაახლოებით როგორც მანქანა, შეიძლება წარმოქმნას რამდენიმე მეგავატი ენერგია წლების განმავლობაში. NASA ამჟამად აფინანსებს რამდენიმე პროექტს ასეთი კომპაქტური რეაქტორების შექმნაზე კოსმოსური გამოყენებისთვის. პროექტი სახელწოდებით KiloPower, რომელიც შემუშავდა ლოს-ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიაში 2018 წლისთვის, აჩვენებს, რომ რეაქტორი, რომელიც იყენებს მაღალგამდიდრებულ ურანს და სითბოს გადამცემ სპეციალურ მილებს, შეიძლება წარმოქმნას 10-მდე კილოვატი ენერგია. ეს კმარა არ არის 1 მეგავატისთვის, მაგრამ რამდენიმე ასეთი რეაქტორი, რომლებიც მუშაობენ ერთად, დაფარავს საჭიროებას. მაშინ წარმოიდგინეთ პრაქტიკული სცენარი. მთვარის სამხრეთ პოლუსზე, მალნარის პიკის მახლობლად, აშენებულია პირველი ბაზა. მას აქვს 2 ელემენტი ენერგიისთვის. დიდი არე მზის პანელებისგან, დაახლოებით 2000 კვადრატული მეტრი და 2 პატარა ბირთვული რეაქტორი, თითოეული რომელიც აწარმოებს 400 კილოვატს. მზის პანელები უზრუნველყოფენ ენერგიას მზიანი პერიოდის განმავლობაში, რაც არის წელიწადის უმეტესი ნაწილი. ხოლო ბირთვული რეაქტორები რჩებიან რეზერვში და ირთვებიან რამდენიმე კვირაში სიბნელის დროს ან აღმატებითი დატვირთვის შემთხვევაში. ამ ენერგიით ბაზა მუშაობს რეგოლითის დამუშავების სისტემა. მანქანა ღია ასამბლეის სახით, რათა მარტივად შენახვა და მომსახურება მოხდეს, მდგომარეობს რამდენიმე კომპონენტისგან. პირველი არის შეგროვების სისტემა. პატარა რობოტიზებული მანქანები, რომლებიც სქელავენ რეგოლით ზედაპირიდან და ატარებენ მას დამუშავების ქარხანაში. შემდეგ მოდის სათბობი. მაღალტემპერატურიანი ღუმელი, რომელიც ათბობს რეგოლიც 1600 გრადუსამდე ცელსიუსით. და ბოლოს მოდის ელექტროლიზის რეაქტორი, კონტეინერი, სადაც ხდება დნობა მარილების ნარევში და ელექტროდების გავლით ჟანგბადის გამოყოფა. გამოყოფილი ჟანგბადი გროვდება მაღალ წნევაში კონტეინერებში. ეს კონტეინერები ივსება დაახლოებით 200 ბარამდე, რაც 200 ჯერ მეტია ვიდრე ნორმალური ატმოსფერული წნევა. ასეთ წნევაზე ჟანგბადი იქცევა ნახევრად თხევადად, რაც საშუალებას იძლევა შეინახოთ ძალიან დიდი რაოდენობა პატარა მოცულობებაში. ერთ სტანდარტული ზომის კონტეინერში დაახლოებით 200 ლიტრის მოცულობით შეიძლება შეინახოთ დაახლოებით 96 კილოგრამი ჟანგბადი. ეს საკმარისია 92 ადამიანისთვის ერთი დღის განმავლობაში. ახლა გაამრავლეთ ეს პროცესი. ბაზა იმუშავებს ყოველ დღე, ყოველ კვირაში, ყოველ თვეს, წლების განმავლობაში. ნელ-ნელა იქმნება მარაგი, ათასობით ტონა ჟანგბადი შენახული კონტეინერებში რეგოლითის თაროში. ეს არის სადაზღვეო პოლისი, მარაგი გადაუდებელი სიტუაციებისთვის, რესურსი მომავალი ექსპედიციებისთვის. მაგრამ ასევე ეს არის ნედლეული ეკონომიკისთვის.
ჟანგბადი შეიძლება გაყიდოს, არა ფიზიკურად, რადგან იგი იმყოფება მთვარეზე და არ შეიძლება ადვილად დაბრუნება დედამიწაზე, მაგრამ როგორც რესურსი სხვა კოსმოსური მისიებისთვის. წარმოიდგინეთ რაკეტა, რომელიც მიდის დედამიწიდან მარსზე. ჩვეულებრივად ეს რაკეტა უნდა ატაროს თან მთელი საწვავი, ჰიდროგენი და ჟანგბადი, რომელიც საჭიროა მთელი მგზავრობისთვის. საწვავის მასა შეიძლება იყოს ნახევარზე მეტი რაკეტის მთლიანი მასისა. მაგრამ თუ არსებობს შესაძლებლობა გაჩერება მთვარეზე და დატვირთვა ჟანგბადით იქ, მაშინ რაკეტამ შეიძლება წაიღოს ბევრად ნაკლები ზედმეტი მარაგი დედამიწიდან. ეს ამცირებს მასას, ამცირებს დაწყების ღირებულებას, ამცირებს საჭირო ენერგიას. მთვარე ხდება კოსმოსური ბენზინგასამართი სადგური. ადგილი, სადაც კოსმოსური ხომალდები შეუძლიათ ავსოთ ბაკი გზაზე კოსმოსის ღრმა წერტილებისკენ. ეს კონცეფცია უკვე აქვს სახელი. ISRU – In Situ Resource Utilization. ადგილზე არსებული რესურსების გამოყენება. იდეა მარტივია. ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერი წაიღო დედამიწიდან, გამოიყენე რესურსები, რომლებიც შენ აღმოაჩინე სხვა ადგილზე. ეს არის ერთადერთი მდგრადი გზა კოსმოსური კოლონიზაციისთვის და მთვარე მისი უზარმაზარი რეგოლითის მარაგებით არის იდეალური პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით. მაგრამ როგორ მივალთ აქამდე პრაქტიკულად? როდის დაიწყება პირველი რეალური წარმოება ჟანგბადის ამ მთვარეზე? პასუხი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: ფინანსირებაზე, ტექნოლოგიურ პროგრესზე, პოლიტიკურ ნებაზე, მაგრამ გრაფიკი უკვე იქნება. NASA-ს არტემის პროგრამა, რომელიც აპირებს ადამიანების დაბრუნებას მთვარეზე, ამჟამად აქტიურად ვითარდება. თუმცა თარიღები იცვლება, მაგრამ გეგმა მკაფიოა. პირველი პილოტირებადი დაფრენა, შემდეგ მოკლევადიანი მისიები და საბოლოოდ მუდმივი ბაზა. ნამდვილი კოლონიზაცია დაიწყება მოგვიანებით. მომავალ 10 წლებში ულებში თუ ყველაფერი წარმატებით წავა, NASA და მისი საერთაშორისო პარტნიორები გეგმავენ მუდმივი ბაზის დაარსებას მთვარეზე. ეს ბაზა იქნება პირველი ეტაპი, შესაძლოა 4-დან 8 ადამიანამდე, რომლებიც იცხოვრენ და მულებენ და მუშაობენ იქ რამდენიმე თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ შეიცვლებიან ახალი ეკიპაჟით. მაგრამ ამ ბაზას უკვე ექნება ISRU სისტემები. მათ შორის შესაძლოა პირველი ექსპერიმენტული რეაქტორი ჟანგბადის წარმოებისთვის რეგოლითიდან. თუ ეს ექსპერიმენტი წარმატებული იქნება, შემდეგი ნაბიჯი იქნება მასშტაბირება. ბაზა იზრდება, მეტი ადამიანი, მეტი მოდულები, მეტი ღუმელები და რეაქტორები ჟანგბადისთვის. მომავალ 10 წლებში შესაძლოა მთვარეზე იყოს უკვე რამდენიმე 100 ადამიანი, რომლებიც იცხოვრებენ მუდმივად ან ნახევარმუდმივად და ჟანგბადის წარმოება იქნება სრულიად ავტონომიური პროცესი. მთვარე იქცევა არა მხოლოდ მეცნიერული სადგურისა და ადამიანთა კოლონიის, არამედ ასევე ეკონომიკურ ცენტრად, ადგილად, რომელიც აწარმოებს და ავაჭრობს რესურსებით. მაგრამ რა ნიშნავს ეს ნამდვილად? ადგილზე არსებული რესურსების გამოყენება, როდესაც ვსაუბრობთ მთლიან ეკონომიკურ სისტემაზე. წარმოიდგინეთ შემდეგი აზროვნებითი ექსპერიმენტი. თქვენ ხართ დედამიწაზე, კალიფორნიის უდაბნოში, 1959 წელს. ახლახან აღმოაჩინეს ოქრო კოლომას მახლობლად. ათასობით ადამიანი მიემართება იქით ბედის საძებნელად. მაგრამ ეს უდაბნო არის უქველი. არ არის წყალი, არ არის საკვები, არ არის ხესახლები სასაშენებლად. ყველაფერი უნდა მოვიდეს აღმოსავლეთიდან, სან-ფრანცისკოდან, ნიუ-იორკიდან. თვეობით გრძელი მგზავრობის შემდეგ ვაგონებითა და ხომალდებით. 1 ფუნტი ფქვილის ფასი შეიძლება იყოს ექვივალენტი 10 დღის შრომისა. 1 ლიტრი წყალი იყო ღირსეული განძი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ვინმე აღმოაჩენს წყაროს, იქ უდაბნოში. არა დიდი მდინარე, არამედ უბრალოდ წყარო, რომელიც იძლევა 10 ლიტრ წყალს საათში. უეცრად ადამიანებს აღარ სჭირდებათ დიდი ხარჯები წყლის ტრანსპორტირებაზე. ისინი შეუძლიათ დაიწყონ მცენარეების მოყვანა, შეუძლიათ ააშენონ ცხოვრება ადგილზე ადგილობრივი რესურსებით. ეკონომიკა იცვლება. რაც იყო შეუძლებელი, ხდება შესაძლებელი. რაც იყო ძვირი, ხდება ხელმისაწვდომი. ეს არის ზუსტად ის, რასაც ნიშნავს ჟანგბადის აღმოჩენა და მისი ადგილზე წარმოება მთვარეზე. ეს არის ეკონომიკური რევოლუცია კოსმოსური კოლონიზაციისთვის. დღეს, თუ თქვენ გინდათ გაგზავნოთ 1 კილოგრამი ტვირთი დედამიწიდან მთვარის ორბიტაზე, ეს ღირს დაახლოებით $10,000 და ეს ოპტიმისტური შეფასებაა SpaceX-ის Starship-ის მომავალი ხარჯების გათვლით. პრაქტიკულად, თანამედროვე რაკეტებით ეს შეიძლება იყოს $50,000 ან მეტიც. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა გააგზავნოთ არა მხოლოდ 1 კილოგრამი, არამედ 1000-ობით ტონა ჟანგბადი ორბიტაზე. ჟანგბადი, რომელიც საჭიროა სადგურებისთვის, ხომალდებისთვის, მისიებისთვის. წარმოიდგინეთ ხარჯები. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი არსებობს უკვე იქ, მთვარეზე, და თქვენ უბრალოდ უნდა ამოიღოთ იგი. ეს აღარ არის ფუფუნება, ეს არის აუცილებლობა. და როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ღირებულებაზე. ჩვენ ვსაუბრობთ დროზე,
რისკზე, დამოუკიდებლობაზე. დედამიწიდან მთვარემდე მგზავრობა გრძელდება დაახლოებით 3 დღეს. ეს არის იდეალურ პირობებში, როდესაც ორბიტალური ტრაექტორიები შესაბამისია. მაგრამ ამის მომზადება, რაკეტის აწყობა, გაშვება, ყველაფერი ეს მოითხოვს თვეებს დაგეგმას. თუ რაღაც მოულოდნელი ხდება, აფეთქება, უხერხულობა, ტექნიკური გაუმართავობა და მთვარის ბაზას სწრაფად ჭირდება მარაგების შევსება, დრო არის ის, რაც შეიძლება განსაზღვროს ადამიანების სიცოცხლე და სიკვდილი. მაგრამ თუ ბაზას შეუძლია თავისთავად აწარმოოს ჟანგბადი ადგილობრივი რეგოლითიდან, დამოკიდებული დედამიწაზება დედამიწაზე მკვეთრად მცირდება. აი აქ შემოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აზრი. ის, რაც გამოდგება მთვარეზე, შეიძლება გამოყენებულ იქნას კიდევ უფრო შორს. წარმოიდგინეთ ექსპედიცია მარსზე. მარსამდე მგზავრობა გრძელდება დაახლოებით 7 თვეს, თუ გამოიყენებთ ჰოხმანის გადასვლის ტრაექტორიას, რომელიც არის ყველაზე ენერგოეფექტური გზა. ეს ნიშნავს, რომ რაკეტას, რომელიც გადის დედამიწიდან მარსზე, სჭირდება უზარმაზარი რაოდენობა საწვავი, ჟანგბადი და ჰიდროგენი, რომელიც იწვის და ქმნის ცხლის ორთქლს, რომელიც დაიძრის უკან და აძლევს რაკეტას წინსვლას. თანამედროვე გათვლებით, მარსამდე მისიისთვის საჭირო საწვავის მასა შეიძლება იყოს რამდენიმე ასეული ტონა. და თუ ეს ყველაფერი უნდა გაიტანოს დედამიწიდან, ღირებულება ხდება ასტრონომიული. მაგრამ თუ არსებობს შესაძლებლობა გაჩერება მთვარის ორბიტაზე და ავსება ბაკი ჟანგბადით, რომელიც წარმოებულია ადგილზე რეგოლითიდან, ეკონომიკა მთლიანად იცვლება. წარმოიდგინეთ კოსმოსური ხომალდი, რომელიც ტოვებს დედამიწას მხოლოდ იმ საწვავით, რომელიც საჭიროა დედამიწის ორბიტიდან მთვარის ორბიტაში გადასასვლელად. იქ, მთვარის მახლობლად, ის შეხვდება სატვირთო ხომალდს, ავტომატურ აპარატს, რომელიც ავსებულია ჟანგბადის კონტეინერებით, რომლებიც წარმოებულია მთვარის ბაზაზე. ხომალდი ირებს იმ ჟანგბადს, ემატება ჰიდროგენი, რომელიც მსუბუქია და შედარებით იაფია დედამიწიდან ტრანსპორტირებაში და აგრძელებს მგზავრობას მარსისკენ. ეს არის თამაში გადამცვლელი. საწვავის უმეტესი მასა, რაც არის ჟანგბადი, რომელიც ქიმიურად უფრო მძიმეა ვიდრე ჰიდროგენი, აღარ მოდის დედამიწიდან. ის მოდის მთვარიდან, სადაც გრავიტაცია არის მხოლოდ 1/6 დედამიწისა, რაც ნიშნავს, რომ ორბიტაზე გაშვება მოითხოვს 6-ჯერ ნაკლებ ენერგიას. და რაც უფრო მეტად ვავითარებთ ამ ინფრასტრუქტურას, მით უფრო იაფი ხდება თითოეული მომდევნო მისია. პირველმა ექსპედიციამ შეიძლება ღირდეს მილიარდობით დოლარი, მეორემ ნახევარი იმდენი, ხოლო როდესაც სისტემა სრულად ამუშავდება, ღირებულება კიდევ უფრო დაეცემა. ეხლა დროის მასშტაბით განვიხილოთ, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ, თქვენ იჯდებით ქრონოლოგიურ სკამზე და უყურებთ, როგორ იშლება მომავლის 100 წლეული თქვენს წინ. 2025 წელს, ან შესაძლოა 30 წელს დამოკიდებული გეგმების განხორციელებაზე, დედამიწიდან გაშვებულია პირველი დიდი სატვირთო რაკეტები არტემის პროგრამის ფარგლებში. ისინი მოიტანენ მოდულებს, ღუმელებს, მზის პანელებს, რობოტიზებულ მანქანებს. ასტრონავტები ჩამოვლენ რამდენიმე კვირის შემდეგ. ისინი აწყობენ პირველ ექსპერიმენტულ სისტემას ჟანგბადის წარმოებისთვის. პირველი გამოცდა არის პატარა მასშტაბის ექსპერიმენტი. 1 ტონა რეგოლითი, 10 კილოგრამი ჟანგბადი. მეცნიერები ადგილზე და დედამიწაზე აკონტროლებენ ყოველ ნაბიჯს, ტემპერატურას, წნევას, ელექტროულ დენს, ქიმიურ რეაქციებს. თუ რაიმე არასწორად წავა, მთელი სისტემა შეიძლება გაფუჭდეს. მაგრამ როდესაც პროცესი წარმატებით მთავრდება და გამოყოფილი ჟანგბადი ივსება კონტეინერში, ეს არის ისტორიული მომენტი. პირველად ადამიანობის ისტორიაში სასუნთქი ჟანგბადი წარმოებულია სხვა ციური სხეულის ზედაპირის მასალიდან. 2029-60 წლებში, თუ ყველაფერი წავა გეგმის მიხედვით, სისტემა მასშტაბირდება. უკვე არა 1, არამედ 3 ან 5 რეაქტორი მუშაობს ერთდროულად. წარმოება იზრდება 10-დან 100 კილოგრამამდე ჟანგბადამდე დღეში. ეს საკმარისია ბაზის საკუთარი საჭიროებებისთვის, დაახლოებით 10 ადამიანისთვის და დამატებით რჩება 30 კილოგრამი დღეში მარაგისთვის ან გაყიდვისთვის. ბისთვის. ასტრონავტები იწყებენ ექსპერიმენტებს არა მხოლოდ ჟანგბადის წარმოებაზე, არამედ მისი გამოყენებაზე სხვა პროცესებში. მაგალითად, მინერალების დნობაზე, მეტალის გამოყოფაზე. 2040 წლებში, სურათი ახლა უკვე ძალიან განსხვავებულია. მთვარეზე იმყოფება უკვე არაერთი პატარა ბაზა, არამედ რამდენიმე დასახლება. ერთი სამხრეთ პოლუსზე, ერთი ოკეანე პროცელარუმის მახლობლად, სადაც მდებარეობს მდიდარი ტიტანის საბადოები, ერთი შორედგერის კრატერის სიახლოვეს, სადაც ჩრდილოეთი ბნელი რეგიონები შეიცავს წყლის ყინულს. მთლიანად იქ იცხოვრებს დაახლოებით 150 ადამიანი, მეცნიერები, ინჟინრები, ექიმები, გეოლოგები. ჟანგბადის წარმოება ახლა არის სრულად ინდუსტრიული პროცესი. 3000 ტონა წელიწადში. ეს საკმარისია არა მხოლოდ მთვარის კოლონიისთვის, არამედ კოსმოსური სარაკეტო საწვავისთვის. საწვავის, რომელსაც იყენებს რამდენიმე ასეული ექსპედიცია. 2050 წლისთვის 45, შესაძლოა 5 წლებისთვის, მთვარე ხდება რეალური ეკონომიკური ცენტრი. ბაზები გადაიქცა ქალაქებად.
მოსახლეობამ შეიძლება გადააჭარბოს 1000 ადამიანს. ზოგიერთი ოჯახი იქ ცხოვრობს მუდმივად და შესაძლოა იქ იშვა პირველი ბავშვი მთვარეზე. ისტორიული მომენტი, რომელიც ნიშნავს, რომ ადამიანობა ნამდვილად ხდება მრავალპლანეტარული სახეობა. ჟანგბადის წარმოება არის ბიზნესი. პრივატული კომპანიები ფლობენ რეაქტორებს, კიდიან ჟანგბადს NASA-ს, ESA-ს, სივრცული X-ისთვის და სხვა ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ახორციელებენ მისიებს მარსზე, ასტეროიდებზე, იუპიტერის მთვარეებზე. და დროს რომ გავაგრძელოთ, წარმოიდგინეთ 2100 წელი. მთვარეზე იცხოვრებს უკვე 10000 ადამიანი. ჟანგბადის წარმოება აღწევს 100,000 ტონას წელიწადში. ეს რაოდენობაა საკმარისი მთელი მთვარის მოსახლეობის სასიცოცხლო საჭიროებებისთვის, პლუს უზარმაზარი სარაკეტო ფლოტისთვის, რომელიც მუდმივად მოძრაობს დედამიწა მთვარე მარსი ასტეროიდების სამკუთხედში. ახლა ადამიანები უკვე არ იფიქრებენ, რომ მთვარე არის ეგზოტიკური ადგილი. ეს არის სახლი, ეს არის სამუშაო, ამუშაო, ეს არის ცხოვრება. და ჟანგბადი, რომელიც ოდესღაც იყო დამალული უსასიცოცხლო რეგოლითის წვრილ ნაწილაკებში, ახლა არის ის, რაც აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას სუნთქვისათვის, მუშაობისთვის, ოცნებისთვის. მაგრამ ეკონომიკა არ არის მხოლოდ წარმოების და გაკიდვების საკითხი. ეკონომიკა ასევე ნიშნავს ინოვაციას, ადაპტაციას, განვითარებას. როდესაც პირველი კომპანიები დაიწყებენ ჟანგბადის წარმოებას მთვარეზე, ისინი შეეჯახებიან უამრავ გამოწვევას. როგორ შეინახოს ჟანგბადი ვაკუუმში თვეების განმავლობაში დაკარგვის გარეშე? როგორ გადაიტანოს ის ერთი ბაზიდან მეორეზე მთვარის ულმობელ ულამაზეს, მაგრამ საშიშარ რელიეფში? როგორ შევშექმნას საიმედო ავტომატური სისტემები, რომლებიც იმუშავებენ წლების განმავლობაში მინიმალური ადამიანური ჩარევით? ამ კითხვებზე პასუხი მოითხოვს განვითარებას მრავალ დარგში: მასალათმცოდნეობაში, რობოტიკაში, ქიმიურ ინჟინერიაში და თითოეული გადაწყვეტა, რომელიც შემუშავდება მთვარისთვის, შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ადგილებშიც. მაგალითად, ტექნოლოგია, რომელიც ამოიღებს ჟანგბადს მთვარის რეგოლითიდან, შეიძლება მოდიფიცირებულ იქნას მარსის მთვრის დასამუშავებლად. მარსზე რეგოლითი განსხვავებულია, მას აქვს სხვა მინერალოგიური შემადგენლობა, სხვა ტემპერატურული რეჟიმი, მაგრამ საბაზისო პრინციპი იგივეა: გათბობა, ელექტროლიზი, გამოყოფა. ასევე გამოცდილება, რომელიც დაგროვდება მთვარეზე რობოტიზებული მადნების მოპოვებაში, შეიძლება გამოყენებულ იქნას ასტეროიდებზე პლატინის, ირიდიუმის, წყლის ყინულის მოსაპოვებლად. აი რატომ არის მთვარე არა მხოლოდ თავად მიზანი, არამედ საფეხური, პირველი ნაბიჯი, უფრო დიდი, შორსმიმავალი მიზნებისკენ. მთვარე არის ტესტირების პოლიგონი, სწავლის ადგილი, სადაც ადამიანობას აქვს შანსი შეიცადოს ახალი ტექნოლოგიები, აღმოაჩინოს შეცდომები, გააკეთოს კორექტირება. ყოველივე ეს მხოლოდ 3 დღეში დედამიწისგან მოშორებით. თუ რაღაც მოხდა, დახმარება შეიძლება მოვიდეს. თუ საჭიროა შეცვლილი ნაწილი, ის შეიძლება მოაღწიოს კვირაში. მაგრამ თუ ჩვენ ვიმიმეორებთ იგივე შეცდომებს მარსზე, სადაც ყველაზე სწრაფი მგზავრობა არის 7 თვე, სიტუაცია შეიძლება იყოს კატასტროფული. მაშინ მთვარე არის სავარჯიშო ბაზა ადამიანობისთვის. ადგილი, სადაც ჩვენ ვსწავლობთ, როგორ ვიცხოვროთ სხვა სამყაროში. და ჟანგბადის მოპოვება რეგოლითიდან არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ამ სკოლაში, რადგან დამოუკიდებლობა იწყება სუნთქვით. დამოუკიდებლობა იწყება შენს უნარზე, რომ ააწარმოო ის, რაც შენ გჭირდება სიცოცხლისთვის, იმ რესურსების გამოყენებით, რომლებიც ხელმისაწვდომია გაშემო. მაგრამ ამ თემაზე საუბრისას ზოგიერთი კრიტიკული შენიშვნა აუცილებლად გაისმის. ზოგიერთი მეცნიერი და კომენტატორი კამათობს, რატო უნდა დავხარჯოთ ტრილიონობით დოლარი მთვარის კოლონიზაციაზე, როდესაც დედამიწაზე არის იმდენი პრობლემა. ჩვენ გვაქვს კლიმატის ცვლილება, სიღარიბე, დაავადებები, კონფლიქტები. ეს არის სამართლიანი კითხვა და მას ღირს სერიოზული პასუხი. პირველ რიგში ბიუჯეტი, რომელიც იხარჯება კოსმოსურ ექსპლორაციაზე, არის ძალიან პატარა წილის საერთო სამთავრობო ხარჯებისა. NASA-ს ბიუჯეტი მაგალითად შეადგენს დაახლოებით 9% ამერიკული ფედერალური ბიუჯეტიდან. ეს არის ნაკლები, ვიდრე ისინი ხარჯავენ სამხედრო მუსიკალურ ორკესტრებზე. მეორეც, ტექნოლოგიები, რომლებიც შემუშავდება კოსმოსური პროგრამებისთვის, ხშირად გამოიყენება დედამიწაზე და წვეთს პრობლემებს აქ. წყლის გამწმენდი სისტემები, რომლებიც შემუშავდა საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვის, ახლა გამოიყენება განვითარებად ქვეყნებში სუფთა სასმელი წყლის უზრუნველსაყოფად. მზის პანელების ტექნოლოგია, რომელიც დახვეწილდა სატელიტებისთვის, ახლა არის ძირითადი ელემენტი განახლებადი ენერგიის რევოლუციაში. მასალები, რომლებიც შექმნილია კოსმოსური ხომალდებისთვის, გამოიყენება მედიცინაში, საინჟინრო საქმეში, სატრანსპორტო ინდუსტრიაში. და საბოლოო ჯამში ადამიანობის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, გავხდეთ თუ არა მრავალპლანეტარული სახეობა. დედამიწა არ არის სამუდამო უსაფრთხო თავშესაფარი.
არსებობს რისკები, ასტეროიდის დაჯახება, სუპერვულკანი, გლობალური პანდემია, ბირთვული კონფლიქტი, რომელთაგან ნებისმიერი შეიძლება დაარღვიოს ცივილიზაცია ან თუნდაც გაანადგუროს ადამიანობა. თუ ყველაფერი ჩვენი არსებობა დამოკიდებულია ერთ პლანეტაზე, ჩვენ ვდებთ ყველა კვერცხს ერთ კალათაში. მაგრამ თუ ჩვენ გავაკეთებთ სიცოცხლის შესაძლებელს მთვარეზე, მარსზე და კიდევ შორეულ ადგილებში, მაშინ ადამიანობას აქვს რეზერვი, სადაზღვევა, მეორე შანსი, თუ რაიმე კატასტროფა მოხდება. ეხლა გადავიდეთ კონკრეტულ სცენარზე. წარმოიდგინეთ რეალური ექსპედიცია. 2070 წელია. დედამიწიდან იწყებს მგზავრობას მაგნიფიკა, დიდი კოსმოსური ხომალდი, აშენებული დედამიწის დაბალ ორბიტაზე რამდენიმე წლის განმავლობაში. მასზე არის 46 ადამიანი, ეკიპაჟი, რომელიც მიემართება მარსზე პირველი მუდმივი კოლონიის დასაარსებლად. მაგნიფიკას აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა სიცოცხლისთვის 7 თვის მგზავრობაში და მომდევნო 2 წლის განმავლობაში მარსზე. საცხოვრებელი მოდულები, ჰიდროპონიკური სათბურები, სამედიცინო ლაბორატორია, სამეცნიერო აპარატურა, სამშენებლო რობოტები. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას აქვს საწვავი. ან უпростоრად, მას არ აქვს ყველა საწვავი საჭირო მთელი მისიისთვის, რადგან ეს გახდიდა ხომალდს ძალიან მძიმეს და ძვის. ნაცვლად ამისა, მაგნიფიკა ატარებს ჰიდროგენს, სუბუქ ეფექტურ საწვავს და მხოლოდ ნაწილობრივ ჟანგბადს. დანარჩენი ჟანგბადი, რომელიც დაუჭირდება მგზავრობაში მარსისკენ და შემდეგ დაბრუნებისთვის დედამიწაზე, იგეგმება ავსება მთვარის ორბიტაზე. მთვარის ორბიტაზე მაგნიფიკა ტოვებს დედამიწას და 2 დღის შემდეგ მიუახლოვდება მთვარის ორბიტას. იქ დაახლოებით 50 კილომეტრის სიმაღლეზე მთვარის ზედაპირიდან მას ხვდება ლუნარის კარგო პორტი, ავტომატური სატვირთო სადგური, რომელიც აშენებულია მთვარის კომპანიების კონსორციუმის მიერ. სადგური არის გრანდიოზული სტრუქტურა. ცენტრალური ღერო, რომელიც ატრიალებს და ქმნის ხელოვნურ გრავიტაციას, გარშემო მოთავსებული დიდი კონტეინერები ჟანგბადისა და წყლის ყინულისთვის, მზის პანელების მასივი, რომელიც აწვდის ენერგიას. მაგნიფიკა უახლოვდება სადგურს და ახორციელებს დოკინგს, ავტომატურ წესით კომპიუტერების კონტროლით. ეკიპაჟი ელოდება, თვალყურს ადევნებს ყველა ეკრანს. შემდეგ იწყება საწვავის გადატვირთვა. რობოტიზებული სისტემები აერთებს შლანგებს ლუნარის კარგოპორტის კონტეინერებს და იწყებს ჟანგბადის დენის გადაცემას მაგნიფიკენის გადაცემას მაგნიფიკას. მაგნიფიკას ეს პროცესი გრძელდება დაახლოებით 14 საათს. ბოლოს, როდესაც ბაკები სავსეა, მაგნიფიკა აღებს კურსს მარსისკენ და ანთებს ძრავებს. მაგრამ აქ არის საინტერესო. ის ჟანგბადი, რომელიც შეავსო მაგნიფიკამ, დაახლოებით 35 ტონა, წარმოებულია მთვარეზე 3 თვის განმავლობაში. ის გამოყვანილია რეგოლითიდან საუნა ჰილის ბაზაზე სამხრეთ პოლუსის რეგიონში, სადაც ფუნქციონირებს 14 რეაქტორი. ეს რეაქტორები ამუშავებდნენ დაახლოებით 94 ტონა რეგოლით თრეში. გამოჰყავდათ დაახლოებით 41 ტონა სილიციუმს, ალუმინიუმს და რკინას, რომლებიც შემდეგ გამოიყენება სამშენებლო მასალებად და 21 ტონა ჟანგბადს თვეში. ნაწილი ამ ჟანგბადისა გამოიყენება ბაზაზე, სხვა ნაწილი იყიდება სხვა ორგანიზაციებისთვის და ნაწილი, როგორც მაგნიფიკას შემთხვევაში, ივსება კოსმოსურ ხომალდებში დამამარსზე მგზავრებისთვის. ასე რომ, მთვარის ჟანგბადი ხდება ნაწილი უფრო დიდი სისტემისა. სისტემა, რომელიც აკავშირებს დედამიწას, მთვარეს, მარსს, ასტეროიდების სარტყელს მომავლის ეკონომიკაში. ეს არის ისეთივე, როგორც დედამიწაზე არის საერთაშორისო სავაჭრო ქსელი, სადაც ნავთობი მოედინება პერსიის ყურიდან იაპონიაში, ხორბალი ყაზახეთიდან ეგვიპტეში, ლითიუმი ჩილედან ჩინეთში. თითოეული ელემენტი აძლევს ენერგიას სხვებს, ქმნის დამოკიდებულებას, ქმნის ინტერესს თანამშრომლობისთვის. ეხლა კიდევ ერთხელ შევხედოთ იმ რიცხვებს, რომლებიც ვახსენეთ დასაწყისში და გავიგოთ მათი მნიშვნელობა სრულყოფილად. 100 მილიონი ადამიანი, 100.000 წელი. ეს არის ზღვარი, თეორიული მაქსიმუმი, თუ ყველა ჟანგბადი რეგოლითში გამოყენებული იქნებოდა მხოლოდ სუნთქვისთვის და არაფრისთვის სხვა. პრაქტიკაში, რა თქმა უნდა, რეალობა იქნება განსხვავებული. ჟანგბადი გამოყენებული იქნება არა მხოლოდ სუნთქვისთვის, არამედ სათვავისთვის, სამრეწველო პროცესებისთვის, სოფლის მეურნეობისთვის. მაგრამ მაინც, ეს რიცხვები ქვები გვაძლევენ გრძნობას იმისა, რა პოტენციალი აქვს იქ მხოლოდ 3 დღის მოშორებით დედამიწიდან. და რაც უფრო ღრმად ვფიქრობთ ამაზე, მით უფრო ხვდებით, რომ ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური მიღწევა. ეს არის ფილოსოფიური ცვლილება იმაში, თუ როგორ ხედავთ თავს როგორც სახეობას. ათასობით წლის განმავლობაში ადამიანები ყოველთვის მიბმულნი იყვნენ დედამიწაზე, მის ჰაერზე, მის წყალზე, მის ნიადაგზე. ის იყო ჩვენი უნიკალური სახლი, ერთადერთი ადგილი სამყაროში, სადაც სიცოცხლე შესაძლებელია. მაგრამ ახლა პირველად ადამიანობას აქვს შესაძლებლობა შექმნა სიცოცხლე სხვა ადგილას, არა იმიტაცია, არა მოკლევადიანი ბანაკი, არამედ ნამდვილი მდგრადი არსებობა სხვა ციურ სხეულზე.
და ჟანგბადი რეგოლიტში არის გასაღები ამ შესაძლებლობისთვის. და როდესაც ვფიქრობთ მომავალზე, არა მხოლოდ 10 წლეულების, არამედ საუკუნეების მასშტაბით, ჩნდება საინტერესო კითხვები. რა მოხდება, როდესაც მთვარეზე იცხოვრებს არა 1000, არა 10,000, არამედ 1 მილიონი ადამიანი? რა მოხდება, როდესაც ბავშვები, რომლებიც იშვნენ მთვარეზე, გაიზრდებიან და არასოდეს ეწვიონ დედამიწას, რადგან მათი ორგანიზმი ადაპტირებული იქნება დაბალი გრავიტაციისთვის და ვერ აიტანს დედამიწის მძიმე პირობებს? რა მოხდება, როდესაც თაობები ადამიანებისა, რომლებიც დაიბადნენ კოსმოსში, უკვე არ აღიქვამენ დედამიწას როგორც სახლს, არამედ როგორც ისტორიულ საწყის წერტილს, ადგილს, საიდანაც მოვიდნენ ნათი წინაპრები, მაგრამ არა ადგილს, სადაც ისინი ეკუთვნიან. ეს შეიძლება ჟღერდეს როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა, მაგრამ ეს არის ბუნებრივი შედეგი იმ პროცესის, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ. და ის იწყება რეგოლითით. მთვარის მტვრით, რომელიც ათომელიც ათასობით მილიონი წლის განმავლობაში დაგროვდა, რომელიც შეიცავს ჟანგბადს, ელემენტს, რომელიც სჭირდება ყველა აერობულ ორგანიზმს დედამიწაზე და რომელიც საჭირო იქნება ყველა მომავალ კოლონისტს კოსმოსში. ეს არის ბმა. ქიმიური ბმა ჟანგბადის ატომებსა და სხვა ელემენტებს შორის, მაგრამ ასევე სიმბოლური ბმა დედამიწასა და კოსმოსს შორის, წარსულსა და მომავალს შორის, იმის შორის, რაც ვართ და რაც გავხდებით. მაგრამ ეხლა შევჩერდეთ და ვიყოთ გულწრფელები. ყველაფერი ეს, ჟანგბადის წარმოება რეგოლითიდან, მთვარის ბაზები, მარსის ექსპედიციები, ჟღერს შესანიშნავად ქაღალდზე. მაგრამ რეალობაში, როდესაც ინჟინრები იწყებენ პრაქტიკული სისტემების შექმნას, ისინი აწყდებიან უზარმაზარ გამოწვევებს, რომელთა შესახებაც თეორეტიკოსები ხშირად არ საუბრობენ. ვისაუბროთ იმაზე, რაც შეიძლება წავიდეს არასწორად. ვისაუბროთ რეალურ პრობლემებს. პირველი და ყველაზე აშკარა პრობლემაა მთვარის მტვერი თავად, რეგოლითი. ეს არ არის უბრალო რბილი ქვიშა, როგორც სანაპიროზე. რეგოლითის ნაწილაკები არიან ექსტრემალურად ცვრილი მიკრონების ზომის და მათ აქვთ ბასრი, მახვილი კიდეები, შედეგი მილიარდი წლების მიკრომეტეორიტების დაჯახებისა. როდესაც ასტრონავტები აპოლოს მისიების დროს დაბრუნდნენ მთვარის ზედაპირიდან, ისინი აღწერდნენ, რომ რეგოლითი გაჭედილი იყო ყველაფერში, სივრცის კოსტიუმებში, ხელსაწყოებში, დალუქვის სისტემებში. ის იყო კოროზიული. ზოგიერთი ასტრონავტი აღწერდა სუნს როგორც დახრული ტყვიების სუნს, ან ფეიერვერკის შემდეგ დამწვარი ბარუთს. ახლა წარმოიდგინეთ რეაქტორი, რომელიც ამუშავებს ამ მტვერს ყოველ დღე, წლების განმავლობაში. ეს რეაქტორი უნდა ახურებს რეგოლითს 1600 გრადუსამდე ცელსიუსით. ტემპერატურაზე, სადაც უმეტესი მეტალები დაიწყებენ დრეკადობის დაკარგვას, სადაც ქიმიური რეაქციები ხდება ძალიან აგრესიული, ელექტროდები, რომლებიც ატარებენ დენს გალღობილ მარილებში, განიცდიან მუდმივ კოროზიას. ყოველი ციკლის შემდეგ ზედაპირი ცვდება, ნელ-ნელა მეტალი იხარჯება, სისქე მცირდება, ხრელები ჩნდება. ერთ მშვენიერ დღეს ელექტროდი პროსტო გათხდება და მთელი სისტემა გაჩერდება. რა არის გამოსავალი? ინჟინრები მუშაობენ რამდენიმე მიმართულებით. პირველი არის მასალები. არაჩვეულებრივი ფოლადი ან ალუმინიუმი, არამედ სპეციალური შენადნობები, იტრიუმით განმტკიცებული ვერცხლის წყალი, ირიდიუმის საფარი, ან თუნდაც კერამიკა, რომელიც შეიცავს ზირკონიუმის ოქსიდს. ეს მასალები შეუძლიათ გაუძლონ ექსტრემალურ პირობებს ბევრად უკეთესად, მაგრამ ისინი არიან ძვირი, ძალიან ძვირი. 1 კილოგრამი ირიდიუმი ღირს დაახლის დაახლოებით $5,000. ერთი რეაქტორისთვის შეიძლება დასჭირდეს ასობით კილოგრამი. და შემდეგ თქვენ უნდა გადაიტანოთ ეს ყველაფერი მთვარეზე. მეორე მიდგომა არის შეცვლადი დიზაინი. ნაცვლად იმისა, რომ შექმნათ რეაქტორი, რომელიც მუშაობს 10 წლის განმავლობაში შეცვლის გარეშე, შექმნით რეაქტორი, რომელშიც ელექტროდები და სხვა ხარჯვადი ნაწილები შეიძლება ადვილად შეიცვალოს. ეს ნიშნავს მოდულურ დიზაინს, კონსტრუქციას, სადაც თითოეული კომპონენტი შეიძლება ამოღებულ იქნას და შეცვლილ იქნას ახლით 2-3 საათში. მაგრამ თუნდაც ამ მიდგომით თქვენ მაინც უნდა წაიღოთ რეზერვული ნაწილები, რაც ემატება მასას, ღირებულებას, კომპლექსურობას. და აქ არის კიდევ ერთი პრობლემა – ვაკუუმი. მთვარეზე არ არის ატმოსფერო. ეს ნიშნავს, რომ სითბო არ შეიძლება გადაცემული იყოს კონვექციით, ჰაერის გაცხელებით და მის მოძრაობით. ერთადერთი გზა სითბოს მოცილებისთვის არის გამოსხივება და გამტარობა. მაგრამ გამოსხივება არის ძალიან ნელი პროცესი მაღალ ტემპერატურებზე, თუ არ გაქვთ საკმარისად დიდი ზედაპირი. ეს ნიშნავს, რომ რეაქტორს სჭირდება დიდი რადიატორები, მასიური სტრუქტურები ალუმინიუმის ან სპილენძის მილებით, სადაც ცხელი სითხე ან გაზი გადის და აბნევს სითბოს კოსმოსში. წარმოიდგინეთ ეს პრაქტიკულად. რეაქტორი, რომელიც ამუშავებს 100 ტონა რეგოლითს საათში, გამოყოფს დაახლოებით 1 მეგავატ სითბოს. ეს არის თერმული ენერგია, რომელიც უნდა გადაიცეს სადმე. მთვარეზე, სადაც არ არის ჰაერი, ერთადერთი გზაა რადიატორები. საინჟინრო გათვლებით ასეთი სისტემისთვის დასჭირდება რადიატორები დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზე,
ფართობი, რომელიც დაახლოებით ტოლია 2 ტენისის კორტს. და ეს რადიატორები უნდა იყოს დამუშავებული, რათა თავიდან აიცილონ მთვრის დაგროვება, რათა გაუძლონ მზის რადიაციას, რათა იმუშაონ 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ეხლა კიდევ ერთი გამოცვევა. ენერგია. ჩვენ ვთქვით, რომ მზის პანელები შეიძლება უზრუნველყოფდეს 1 მეგავატს ენერგიას დაახლოებით 1667 კვადრატული მეტრის ფართობზე, თუ პანელების ეფექტურობაა 6/10%. მაგრამ აქ არის დაჭერა. მთვარეზე მზის სხივებით ცვლის კუთხეს. მზე არ დგას სამუდამოდ ზენიტში. იგი მოძრაობს ჰორიზონტში მთვარის დღე-ღამის განმავლობაში, რომელიც გრძელდება 29 დედამიწის დღეს. და როდესაც მზე არის დაბალ კუთხეზე, პანელები იღებენ ბევრად ნაკლებ ენერგიას. ასე რომ პრაქტიკული ეფექტურობა იქნება ნაკლები, შესაძლოა მხოლოდ 50% საშუალოდ. ეს ნიშნავს, რომ საჭირო ფართობი მეტად იზრდება. ნაცვლად 1667 კვადრატული მეტრისა, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ 3000 კვადრატული მეტრი ან მეტიც. და ეს პანელები უნდა მოათავსოთ ისე, რომ რეგოლითის მტვერი, რომელიც წარმოიქმნება რობოტიზებული მანქანების მუშაობის დროს, არ დაფაროს მათ. მთვარის მტვერი ელექტროსტატიკურად დამუხტულია კოსმოსური სხივების ზემოქმედებით. ეს ნიშნავს, რომ ის ადვილად წებდება ზედაპირებზე. პანელები, რომლებიც დაფარულია ცვრილი მთვრის ფენით, კარგავენ ეფექტურობას. და მათი გაწმენდა მთვარეზე არ არის მარტივი. არ არის წყალი, რომლითაც დაიბანოთ, არ არის ქარი, რომელიც გაბერავს. რა არის გამოსავალი? ერთი ვარიანტია ელექტროსტატიკური გამწმენდის სისტემები. მოწყობილობები, რომლებიც აქტიურებენ ელექტროულ ველებს პანელების ზედაპირზე და ძალას უძახებენ მთვრის ნაწილაკებს, რათა ისინი გადახტნენ და დაეცნენ. NASA და ზოგიერთი კერძო კომპანია ამჟამად ამუშავებენ ასეთ ტექნოლოგიებს, მაგრამ ისინი მოითხოვენ დამატებით ენერგიას, რაც კვლავ ზრდის მთლიან მოთხოვნას. ეხლა კიდევ უფრო სერიოზული საკითხი. რა მოხდება თუ რაღაც წავა არასწორად? წარმოიდგინეთ, რომ რეაქტორი თავდაპირველად მუშაობს კარგად. ის ამუშავებს რეგოლიტს, გამოყოფს ჟანგბადს, ყველაფერი შესანიშნავია. მაგრამ შემდეგ 6 თვეში ვინმე ხვდება, რომ ჟანგბადის გამომუშავება ნელა მცირდება. ნაცვლად 34 კილოგრამისა საათში ის აწარმოებს მხოლოდ 21 კილოგრამს. რა არის მიზეზი? შესაძლოა ელექტროდები იხარჯება ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე მოსალოდნელი იყო. შესაძლოა არსებობს დამალული ბზარი, სადაც ჟანგბადი ექცევა და იკარგება. შესაძლოა რეგოლითი, რომელიც ამუშავდება, აღმოჩნდა განსხვავებული შემადგენლობის, ნაკლები ოქსიდები, მეტი სულფიდები ან ქლორიდები. და აქ არის პრობლემა. თქვენ იმყოფებით მთვარეზე. უახლოესი რეზერვული ნაწილები არის 3 დღის მოშორებით დედამიწაზე. თუ გაშვება უკვე დაგეგმილია, შეიძლება გჭირდებოდეთ კიდევ რამდენიმე კვირა ან თვე შემდეგი რაკეტის მოსალოდნელად. ამ დროში თქვენი ბაზა ცხოვრობს შეზღუდული რესურსებით. ჟანგბადის მარაგები ნელა იწურება. ეკიპაჟი უნდა შეამციროს საქმიანობა, დაზოგოს ენერგია, იცხოვროს რაციონებზე. სტრესი იზრდება. ხალხი იწყებს დავების. ვინ არის დამნაშავე? რატომ არ შემოწმებულა სისტემა უკეთ? რატომ არ იყო რეზერვული ნაწილები? ასე რომ სანდოობა არის კრიტიკული. და სანდოობა მიიღწევა არა ერთი დიდი რთული სისტემით, არამედ რამდენიმე პატარა რედუნდანტული სისტემებით. ინჟინრები ამას უწოდებენ fail-safe designs. დიზაინს, სადაც ერთი კომპონენტის გაუმართავობა არ იდროს მთელი სისტემის კოლაფსს. მაგალითად, ნაცვლად ერთი დიდი რეაქტორისა, რომელიც აწარმოებს 100 კილოგრამ ჟანგბადს დღეში, უკეთესია 5 პატარა რეაქტორი, რომლებიც თითოეული აწარმოებს 20 კილოგრამს. თუ ერთი გაიფუჭება, დანარჩენი 4 გააგრძელებს მუშაობას. ბაზას ექნება დროში აკეთოს პრობლემა, ან დაელოდოს რეზერვულ ნაწილებს. მაგრამ ეს მიდგომა კვლავ ზრდის ღირებულებას. 5 პატარა რეაქტორი იქნება უფრო ძვირი ვიდრე ერთი დიდი. რადგან თითოეულ მათგანს სჭირდება საკუთარი კონტროლის სისტემა, რადიატორები, ელექტროდები, სათბობი. მაგრამ უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს არის გონივრული ინვესტიცია. როდესაც თქვენი სიცოცხლე დამოკიდებულია ჟანგბადის მუდმივ წარმოებაზე, თქვენ არ შეგიძლიათ რისკი მიიღოთ ერთ წერტილზე გაუმართავობის. და ახლა კიდევ ერთი პარადოქსული საკითხი. რაც უფრო მეც ვსწავლობთ მთვარის რეგოლითის შესახებ, მით უფრო ხვდებით, რამდენად განსხვავებულია იგი სხვადასხვა ადგილებში. რეგოლითი ეკვატორთან შეიძლება იყოს მდიდარი ტიტანის ოქსიდებით, რადგან მილიონი წლის წინ იქ მოხდა ვულკანური აქტივობა და ლავა გადმოვიდა ზედაპირზე. რეგოლითი პოლუსებთან შეიძლება შეიცავდეს მეტ სილიციუმის დიოქსიდს, რადგან იქ უფრო ხშირია მეტეორიტების დაჯახება მაღალგანებად ცისპირებში. რეგოლითი კრატერების შიგნით შეიძლება იყოს განსხვავებული ვიდრე რეგოლითი გორაკებზე. ეს ნიშნავს, რომ ერთი უნივერსალური პროცესი შეიძლება არ იყოს საკმარისი. შესაძლოა თქვენ უნდა შექმნათ სხვადასხვა რეაქტორები სხვადასხვა ტიპის რეგოლითისთვის. ერთი, რომელიც მუშაობს მაღალი ტიტანის შემცველობით ნივთიერებაზე, მეორე მაღალი სილიციუმის დიოქსიდის შემცველობით რეგოლითზე. ან შესაძლოა თქვენ უნდა გქონდეთ ადაპტური სისტემა,
სისტემა, რომელიც ავტომატურად რეგულირებს ტემპერატურას, დენის სიძლიერეს, მარილის შემადგენლობას, დამოკიდებული იმაზე, რა ტიპის რეგოლით ამუშავებს. და აი საინტერესო გამოწვევა. წყალი. ჩვენ თქვით, რომ მთვარის პოლუსების ბნელ კრატერებში შეიძლება არსებობდეს წყლის ყინული, მილიონობით ტონა ყინული, რომელიც მოვიდა კომეტებიდან და დარჩა იქ დაცული მზის სხივებისგან. ეს წყალი არის ასევე ძვირფასი რესურსი. მისგან შეიძლება მიღებული იქნას სასმელი წყალი, სუნთქვისთვის ჟანგბადი და სათვავისთვის ჰიდროგენი. ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ წყლის ელექტროლიზი, პროცესი, რომელიც აშორებს ჰიდროგენს და ჟანგბადს წყლის მოლეკულებიდან, უფრო მარტივი და ეფექტურია, ვიდრე რეგოლითის ელექტროლიზი. მაგრამ აქ არის დაჭერა. წყლის ყინული მოთავსებულია ბნელ ცივ ადგილებში, კრატერების ფსკერებზე, სადაც მზის სხივები არასოდეს აღწევს, სადაც ტემპერატურა არის უარყოფითი 223 გრადუსი ცელსიუსით, ან უფრო დაბალი. რობოტიზებული მანქანების მუშაობა ასეთ ტემპერატურებზე არის ექსტრემალურად რთული. ბატარეები კარგავენ ენერგიას. ლითიუმ-იონის ბატარეები, რომლებიც ნორმალურად მუშაობენ დედამიწაზე, უარყოფით 60 გრადუსზე თითქმის წყვეტენ მუშაობას. ასე რომ თქვენ უნდა გამოიყენოთ სპეციალური გათბობილი სისტემები, რომლებიც მოინახავენ ყინულს, ამოიღებენ მას, გადაიტანენ X გათბობილ ზონაში და მხოლოდ შემდეგ დაიწყებენ დამუშავებას. ან შესაძლოა უფრო პრაქტიკული იქნება გამოიყენოთ რეგოლითი, რომელიც იმყოფება ყველგან, მზიან ადგილებში, სადაც ტემპერატურა არის სავსებით მართვადი, სადაც რობოტები შეუძლიათ იმუშაონ წლების განმავლობაში ნორმალური მომსახურებით. ეს არის ტიპიური ინჟინერული დილემა. არჩევანი იდეალური, მაგრამ რთული გადაწყვეტასა და პრაქტიკული, მაგრამ ნაკლებად ოპტიმალური გადაწყვეტას შორის. ახლა განვიხილოთ ის, რაზეც ნამდვილად არავინ საუბრობს. ფსიქოლოგია. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ინჟინერი მთვარის ბაზაზე. თქვენი სამუშაოა კონტროლი იმ რეაქტორზე, რომელიც აწარმოებს ჟანგბადს. ყოველ დღე თქვენ იღვიძებთ, ამოწმებთ ეკრანებს, უყურებთ ციფრებს. ტემპერატურა, წნევა, ელექტროული დენი, ჟანგბადის გამომუშავება. ყველაფერი უნდა იყოს მწვანე ზონაში. მაგრამ ერთ დღეს თქვენ ხედავთ, რომ ტემპერატურა რეაქტორში გაიზარდა უეცრად, არა ბევრით, მხოლოდ 5 გრადუსით. მაგრამ ეს არ უნდა მოხდარიყო. რა არის პრობლემა? არის ეს მცირე ხარვეზი, რომელიც გაივლის? თუ ეს არის ნიშანი, რომ რაღაც რეალურად ცუდი ხდება. თქვენ იწყებთ დიაგნოსტიკას, ამოწმებთ სენსორებს, ამოწმებთ კვების სისტემას, იძახებთ სხვა ინჟინერს. ორივე თქვენ ცდილობთ გაიგოთ, მაგრამ არაფერი აშკარაა. ტემპერატურა დგას 5 გრადუსით უფრო მაღლა. შეიძლება არაფერი არ არის. შეიძლება ეს არის დასაწყისი მიზეზი, რომლის გამოც 2 კვირის შემდეგ მთელი სისტემა ჩაიშლება. რას აკეთებთ? გააჩერებთ რეაქტორს და შეამოწმებთ. ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი ჟანგბადის წარმოება შეჩერდება. ბაზა დაეკრდნობა მარაგებს, ყველა იქნება ნერვიული. თუ გააგრძელებთ მუშაობას და იმედი გექნებათ, რომ ეს არის უბრალოდ სენსორის შეცდომა, მაგრამ თუ რეალურად რაღაც არის არასწორი და თქვენ არ მოახდინეთ ჩარევა, შედეგები შეიძლება იყოს კატასტროფული. ეს არის ის ტიპის გადაწყვეტილებები, რომლებიც ადამიანებმა უნდა მიიღონ ყოველ დღე მთვარის ბაზაზე. და ეს წნეხი, უწყვეტი შფოთვა, მუდმივი საშიშროების გრძნობა. შეიძლება იყოს განწეცი. ზოგიერთი ფსიქოლოგი, რომლებიც მუშაობენ NASA-სთან, აღნიშნავენ, რომ მთვარის ბაზაზე ცხოვრება შეიძლება იყოს უფრო სტრესული, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსური სადგურზე, რადგან მთვარეზე თქვენ არ შეგიძლიათ სწრაფად დაბრუნდეთ დედამიწაზე გადაუდებელი სიტუაციის შემთხვევაში. თუ რაღაც ხდება სადგურზე, ეკიპაჟს შეუძლია დაჯდეს სოიუზის კაფსულაში და 3 საათში დაფრინდეს დედამიწაზე. მაგრამ მთვარიდან 3 დღე გჭირდებათ მინიმუმ. და ეს თუ რაკეტა უკვე მზადაა და ელოდება. ასე რომ ჟანგბადის წარმოება მთვარეზე არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი. ეს არის ფსიქოლოგიური, სოციალური, ორგანიზაციული გამოწვევა. ეს მოითხოვს ინჟინერების გუნდს, რომლებიც არა მხოლოდ გამოცდილი არიან, არამედ ასევე მდგრადნი სტრესის ქვეშ. ეს მოითხოვს კომუნიკაციის პროტოკოლებს, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ ყველა იცის ზუსტად რა უნდა გააკეთოს გაუმართავობის შემთხვევაში. ეს მოითხოვს კულტურას, სადაც ადამიანები არ ეშინიათ ბარდება, მე ვფიქრობ, რაღაც არის არასწორი, თუნდაც თუ ისინი არ არიან 100%-ით დარწმუნებულნი. მაგრამ აი რაც საოცარია, მიუხედავად ყველა ამ გამოწვევისა, მიუხედავად ყველა პრობლემისა, მიუხედავად ყველა რისკისა, ედავად ყველა რისკისა, ტექნოლოგია მაინც მუშაობს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ელექტროლიზით შეგვიძლია ამოვიღოთ ჟანგბადი რეგოლითიდან. ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე მოქმედი პროტოტიპი დედამიწაზე. ჩვენ უკვე ვიცით, რა მასალები გამოიყენოთ, რა ტემპერატურები დავაყენოთ, როგორ მოვიცილოთ სითბო. პრობლემები, რომლებზეც ვსაუბრობთ, არ არის შეუძლებელი. ისინი არის რთული, მაგრამ რთული არ ნიშნავს შეუძლებელს. და აქ არის პარადოქსი, რომელიც მართლაც შემაწრწუნებელი და ლამაზია. ჩვენ ვსაუბრობთ სიცოცხლის შექმნაზე უსიცოცხლო ადგილიდან. მთვარე არის ერთ-ერთი ყველაზე მკვდარი ადგილი, რასაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. არ არის ჰაერი, არ არის წყალი თხევადი სახით.
არ არის მცენარეები, ცხოველები, ბაქტერიები. ტემპერატურა ცვლის უარყოფით 174 გრადუსიდან დადებით 194 გრადუსამდე. რადიაცია იმდენია, რომ დაუცველი ადამიანი მოკვდებოდა დღეებში. ეს არის ჯოჯოხეთი. ხინულოვანი ჯოჯოხეთი ღამით და მწვადი ჯოჯოხეთი დღეში. მაგრამ სწორედ ამ ჯოჯოხეთში, ამ უსიცოცხლო მტვერში ჩაკეტილია ის, რაც საჭიროა სიცოცხლისთვის – ჟანგბადი. ატომები, რომლებიც წარმოიქმნა ვარსკვლავების შიგნით მილიარდობით წლის წინ, რომლებიც გავრცელდნენ კოსმოსში სუპერნოვების აფეთქებებით, რომლებიც შემოვიდნენ ჩვენს მზის სისტემაში და დაჯდნენ მთვარის ზედაპირზე, ამ ატომებს ახლა შეუძლიათ გამოყენებულ იქნან ახალი სიცოცხლის შესაქმნელად. არა ბუნებრივი ბიოლოგიური სიცოცხლის, რომელიც განვითარდა მილიონობით წლის ევოლუციით, არამედ ტექნოლოგიური სიცოცხლის, ადამიანების თემი, რომელიც სუნთქავს, აზროვნებს, ოცნებობს, იმ ჟანგბადით, რომელიც გამოყვანილია ქვიდან. მოდით კიდევ უფრო ღრმად შევხედოთ ამ პარადოქსს. ჩვენ როგორც სახეობა ვხარჯავთ მილიარდობით დოლარს ტელესკოპებზე, რომლებიც ეძებენ სიცოცხლის ნიშნებს სხვა პლანეტებზე, ბიომარკერებს ეგზოპლანეტების ატმოსფეროებში, ორგანულ მოლეკულებს მარსის ქვებში, თხევადი წყლის ოკეანეებს ევროპასა და ენცელადუსზე. ჩვენ ვცდილობთ შევიტყოთ, ვართ თუ არა მარტონი სამყაროში, არსებობს თუ არა სხვა სიცოცხლე იქ, კოსმოსის უზარმაზარ სიცარიელეში. მაგრამ აქ არის პარადოქსი. სანამ ჩვენ ვეძებთ სიცოცხლეს სხვა ადგილებში, ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ შევქმნათ სიცოცხლე იქ, სადაც ის არ არსებობს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ გავხადოთ უსიცოცხლო ქვა საცხოვრებელ ადგილად. და ეს არის ზოგადად უფრო რთული ამოცანა ვიდრე სიცოცხლის პოვნა. რადგან სიცოცხლის პოვნა, თუნდაც მიკრობული, ნიშნავს, რომ ბუნებამ უკვე გააკეთა ის. მაგრამ სიცოცხლის შექმნა მკვდარ ადგილზე ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ბუნებამ არ შეძლო, ან არ ქონდა დრო გააკეთოს. და იქ კიდევ უფრო ღრმა პარადოქსი. შესაძლოა ჩვენ ვართ ის სიცოცხლე, რომელსაც ვეძებთ. არა იმ გაგებით, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი სიცოცხლე სამყაროში, სტატისტიკურად ეს თითქმის შეუძლებელია, არამედ იმ გაგებით, რომ ჩვენ ვართ ის ტიპი სიცოცხლისა, რომელიც შეუძლია გავრცელდეს, გადაინერგოს, შექმნას ახალი ოაზისები უსიცოცხლო სამყაროში. ჩვენ ვართ ის რეპლიკატორები, რომლებიც კოსმოსმა შექმნა. შესაძლოა შემთხვევით, შესაძლოა რაღაც ღრმა პრინციპის მიხედვით, რომელსაც ჯერ არ გავიგეთ, რათა ვავრცელოთ სიცოცხლე მკვდარ სამყარო. ეხლა წარმოიდგინეთ ეს გლობალურ მასშტაბში. 79 მილიონი კვადრატული კილომეტრი მთვარის ზედაპირის. ზოგი ადგილები იქნება პოპულარული, სამხრეთ პოლუსი მალნარის პიკთან, სადაც თითქმის მუდმივია მზის შუქი. ოკეანე პროცელარუმის რეგიონი, სადაც ბრტყელი რელიეფი უადვილებს მშენებლობას და ტრანსპორტს. შეკლტონის კრატერი, სადაც შესაძლოა წყლის ყინული. მაგრამ სხვა ადგილები დარჩება ცარიელი. შორეული მთიანეთები, ღრმა კრატერები, რეგიონები, სადაც ძალიან რთულია წვდომა. მაგრამ დროთა განმავლობაში იზრდება ბაზების რიცხვი. მოდის კერძო კომპანიები. სამთო კომპანიები, რომლებიც ამოიღებენ არა მხოლოდ ჟანგბადს, არამედ სხვა ელემენტებსაც, ჰელიუმ-3-ს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბირთვული შერწყმის რეაქტორებში მაგალითად. ტურისტული კომპანიები, რომლებიც აშენებენ ლუქსუსულ სასტუმროებს მიზანმიმართული ადამიანებისთვის, რომლებიც გადაიხდიან მილიონობით დოლარს, რათა გაატარონ კვირა მთვარის ზედაპირზე და იხილონ დედამიწა. ლურჯი მარბლის ბურთი, კალენდა ზემოდან ბნელცაში. სამეცნიერო ორგანიზაციები, რომლებიც აშენებენ ტელესკოპებს მთვარის შორეულ მხარეზე, სადაც არ აღწევს დედამიწის რადიოხმაური. და ყველა ამ საქმიანობას სჭირდება ჟანგბადი. ჟანგბადი სუნთქვისთვის, ჟანგბადი საწვავისთვის, ჟანგბადი ინდუსტრიული პროცესებისთვის, მაგალითად სპილენძის ან ტიტანის წარმოებისთვის, სადაც ჟანგბადი გამოიყენება როგორც დამჟანგველი მინერალების დნობის პროცესში. და ყველა ეს ჟანგბადი მოდის რეგოლითიდან, იმ უბრალო ნაცრისფერი მტვრიდან, რომელიც ფარავს მთელ მთვარეს. 2100 წელს, როდესაც მთვარეზე ცხოვრობს უკვე 10,000 ადამიანი, ჟანგბადის ინდუსტრია იქნება უზარმაზარი. წარმოიდგინეთ, სულ რაღაც 1 საუკუნის განმავლობაში ადამიანობამ შექმნა სრული ინდუსტრიული ეკოსისტემა სხვა ციურ სხეულზე. დედამიწაზე ეს პროცესი, ინდუსტრიალიზაცია, სჭირდებოდა ათასობით წელი. მთვარეზე ეს მოხდება 1 საუკუნეში. რატომ? რადგან ჩვენ ვიყენებთ ყველა ცოდნას, ყველა გამოცდილებას, ყველა ტექნოლოგიას, რომელიც გვაქვს უკვე, და მთვარე არის მხოლოდ დასაწყისი. როდესაც ჟანგბადის წარმოების ტექნოლოგია სრულად განვითარდება მთვარეზე, იგივე პრინციპები, იგივე რეაქტორები, იგივე ელექტროლიზის მეთოდები შეიძლება გადატანილ იქნას მარსზე. მარსზე რეგოლითი განსხვავებულია, მაგრამ ის ასევე შეიცავს ჟანგბადს, ოქსიდების სახით, იგივე ფუნდამენტური ქიმიის მიხედვით. მარსზე ასევე არსებობს ატმოსფერო, ცვრილი, მაგრამ არსებული, რომელიც შედგება 92%-ით ნახშირო ჟანგისგან. ამ ნახშირო ჟანგიდან შეიძლება აგრეთვე მიღებულ იქნას ჟანგბადი,
სხვადასხვა პროცესით, როგორიცაა მოქსი ექსპერიმენტი, რომელიც ამჟამად მარსის სათვალთვალო Perseverance-ზეა გადატანილი. ასე რომ გამოცდილება, რომელიც დაგროვდება მთვარეზე, ყველა შეცდომა, ყველა წარმატება, ყველა ინოვაცია, იქნება კაპიტალი მომავალი მარსის კოლონიებისთვის. და შემდეგ კიდევ შორეულ ადგილებში, ასტეროიდებზე, სადაც ჟანგბადი შეიძლება გამოყენებულ იქნას შერწყმის სამთო ოპერაციებში. იუპიტერის მთვარეებზე, სადაც ევროპაში ან ენცელადუსზე შეიძლება მოიპოვოს ჟანგბადი წყლის ელექტროლიზით. თითოეული ეს ნაბიჯი აშენებს წინა ნაბიჯზე და რაც უფრო ღრმად ვფიქრობთ, მით უფრო აშკარა ხდება. ჟანგბადის მოპოვება მთვარეზე არ არის მხოლოდ ტექნიკური პროექტი. ეს არის ფილოსოფიური პროექტი. ეს არის განცხადება ადამიანობის მხრიდან. ჩვენ აღარ ვართ მხოლოდ ერთი პლანეტის მაცხოვრებლები. ჩვენ ხვდებით მრავალპლანეტარული სახეობა. ჩვენ იღებთ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ ჩვენი სახლის დედამიწის დაცვაზე, არამედ ახალი სახლების შექმნაზე იქ, სადაც მათ არ გააჩნიათ ბუნებრივად. და აი საბოლოო, ყველაზე შემაძრწუნებელი აზრი. დღეს, ამ წამს, ისინი უკვე არსებობენ იქ, ატომები, რომლებიც ერთ დღეს იქნება ნაწილი ადამიანის სუნთქვისა. მათ მხოლოდ ელოდებიან. ისინი მოქცეულნი არიან ქვაში, სილიციუმთან, რკინასთან, ალუმინთან, ქიმიური ბმებით, რომლებიც ჩამოყალიბდა მილიარდი წლის წინ. მაგრამ მალე, შედარებით მალე ადამიანური ისტორიის მასშტაბით, ადამიანები მივლენ იქ. ისინი აშენებენ მანქანებს. ის მანქანები გახურებენ რეგოლითს, გაავლებენ ელექტროულ დენს, გატეხენ იმ ბმებს და ის ატომები, ჟანგბადის ატომები, გამოივლიან თავისუფალნი. მათ გადაიტანენ კონტეინერებში. შემდეგ ადამიანები გახსნიან ამ კონტეინერებს თავიანთ საცხოვრებელ მოდულებში და ჩაისუნთქავენ იმ ატომებს. ატომები შევა მათ ფილტვებში, გადავა სისხლში, მიაღწევს უჯრედებს, სადაც ისინი გამოყენებულ იქნება ენერგიის წარმოებაში, მიტოქონდრიებში, სადაც ჟანგბადი აერთებს ელექტრონებს და ქმნის წყალს, ხოლო ამ პროცესის დროს გამოითავისუფლება ენერგია, რომელიც ატან აზრებს, გრძნობებს, სიმღერას, სიყვარულს. ეს არის ის, რაც ნამდვილად ხდება, როდესაც ჩვენ საუბრობთ ჟანგბადის მოპოვებაზე მთვარიდან. ჩვენ საუბრობთ ატომების გადაქცევაზე, მათ გადაქცევას მკვდარი სტრუქტურებიდან ცოცხალ პროცესებად. ჩვენ საუბრობთ პოეზიაზე, რომელიც დაწერილია არა სიტყვებით, არამედ ქიმიით. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ სამყარო, რომელიც ჩანს მკვდარი, ცივი, გულგრილი ჩვენი არსებობისადმი, სინამდვილეში შეიცავს ყველაფერს, რაც გვჭირდება სიცოცხლისთვის. ჩვენ უბრალოდ უნდა ვისწავლოთ, როგორ გამოვირენოთ იგი. მაგრამ შევჩერდეთ ერთ წამით. ვიცით, რაც ვიცით. ახლა ვისაუბროთ იმაზე, რაც არ ვიცით. ყველა ეს ციფრი, 100 მილიონი ადამიანი, 100,000 წელი, არიან თეორიული გამოთვლები. ისინი ემყარებიან დაშვებებს, რომლებიც შეიძლება იყოს სწორი, ან შეიძლება იყოს ფუნდამენტურად არასწორი. დაუშვათ, რომ რეგოლითის თითოეულ ტონაში ნამდვილად არის 465 კილოგრამი ჟანგბადი. მაგრამ რა მოხდება თუ გავიგებთ, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული პროცესი მუშაობს მხოლოდ გარკვეულ ტიპის რეგოლითზე? რა მოხდება თუ აღმოჩნდება, რომ უმეტესი რეგოლითი მთვარეზე შეიცავს ბევრად ნაკლებ ჟანგბადს, შესაძლოა 300 კილოგრამს ტონაზე, ან 200. წარმოიდგინეთ, პირველი დიდი ინვესტიცია უკვე გაკეთებულია. დაახლოებით 100 მილიარდ დოლარზე მეტი ჩადებულია მთვარის ბაზის მშენებლობაში, რაკეტებში, რეაქტორებში, ინფრასტრუქტურაში. პირველი 100 ადამიანი ცხოვრობს იქ. და მაშინ უეცრად მეცნიერები ხვდებიან. ჩვენი გათვლები იყო ოპტიმისტური. რეგოლითი, რომელსაც ამუშავებენ, იძლევა მხოლოდ 60% იმ ჟანგბადისა, რაც მოსალოდნელი იყო. უეცრად ყველა გრაფიკი იცვლება. ყველა ეკონომიკური მოდელი ინგრევა. რაც უნდა ყოფილიყო თვითრეწვადი სისტემა, კვლავ დარჩება დამოკიდებული დედამიწაზე კიდევ 10 წლეულების განმავლობაში. ან განვიხილოთ სხვა შესაძლო სცენარი. წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი მუშაობს იდეალურად. ჟანგბადის წარმოება აღწევს დაგეგმილ მაჩვენებლებს. მაგრამ შემდეგ 10 წლის მუშაობის შემდეგ ვინმე აკეთებს დეტალურ გეოლოგიურ კვლევას და აღმოაჩენს, რეგოლითი, რომელიც ხელმისაწვდომია მარტივად, პირველი 10-15 მეტრი ღრმად, იწურება ბევრად უფრო სწრაფად ვიდრე ვფიქრობდით. ღრმა ფენების მოპოვება მოითხოვს უფრო რთულ ტექნიკას, უფრო დიდ ენერგიას, უფრო მძიმე აღჭურვილობას. უეცრად ჟანგბადის ფასი იზრდება. ეკონომიკა, რომელიც ემყარებოდა იაფ ხელმისაწვდომ რესურსს, ხდება ბევრად უფრო რთული, ან უარესი. წარმოიდგინეთ, რომ ვიპოვოთ რაიმე, რაც არ ველოდით, რაიმე, რაც ცვლის ყველაფერს. მაგალითად, რეგოლითში აღმოჩნდება ტოქსიკური ელემენტები, შესაძლოა პერქლორატები, მარილები, რომლებიც არიან ძალიან რეაქციულ სიმბოლოები და რომლებიც, როდესაც გაცხელებულია, გამოყოფს გაზებს, რომლებიც არიან საშიში ადამიანებისთვის. მარსის მტვერში უკვე აღმოჩენილი პერქლორატები არის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა მარსის კოლონიზაციისთვის.
თუ მსგავსი რამ აღმოჩნდა მთვარის რეგოლიტშიც, ეს მოითხოვს დამატებით დამცავ ზომებს, დამატებით გამწმენთ სტადიებს, დამატებით ღირებულებას. ან განვიხილოთ ბიოლოგიური რისკები, რომლებზეც თითქმის არავინ საუბრობს. რეგოლიტი არის სტერილური. მასზე არ არსებობს ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები. მაგრამ როდესაც ადამიანები მოვლენ მთვარეზე, ისინი მოიტანენ თავიანთ მიკრობებს. ყოველ ადამიანში ცხოვრობს დაახლოებით 39 ტრილიონი ბაქტერია, უჯრედების რაოდენობაზე მეტი, რაც თავად ადამიანის სხეულში არის. ეს მიკრობები გავრცელდებიან, ისინი დაიწყებენ მთვარის გარემოსთან ადაპტაციას. რა მოხდება თუ ზოგიერთი მათგანი დაიწყებს ზრდას რეგოლიტში? რა მოხდება თუ ისინი დაიწყებენ რეაქტორების დაბინძურებას? რა მოხდება თუ ისინი ფორმირებენ ბიოფილმებს, წებოვან ფენებს, ელექტროდებზე, რაც შეამცირებს ეფექტურობას? დედამიწაზე ჩვენ გვაქვს მილიარდი წლის ევოლუცია, რომელმაც შექმნა კომპლექსური ეკოსისტემა, სადაც ყველაფერი აქვს თავისი ადგილი. მაგრამ მთვარეზე ჩვენ ვქმნით ახალ ეკოსისტემას, ადამიანური და მათი სიმბიოზური მიკრობები, თავმოხრილი პატარა ჰაბიტატებში, გარშემორტყმულნი უცხო გარემოთი. ეს არის უპრეცედენტო ექსპერიმენტი. ჩვენ არ ვიცით, როგორი მოქმედებს ეს გრძელვადი ამ პერსპექტივაში. და კიდევ უფრო ფუნდამენტური კითხვა: ბიოლოგია მთვარეზე. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის სხეული განვითარებულია დედამიწის გრავიტაციისთვის, რომელიც არის 9,8 მეტრი წამში კვადრატში. I კვადრატში. მთვარეზე გრავიტაცია არის მხოლოდ 1,6 მეტრი წამში კვადრატში, 1/6 დედამიწისა. ასტრონავტები, რომლებიც ატარებენ რამდენიმე კვირას კოსმოსური სადგურზე ნულოვანი გრავიტაციით, ბრუნდებიან დასუსტებულები. მათი კუნთები ატროფირდება, ძვლები კარგავენ მინერალებს, დაახლოებით 1%-ს ძვლის მასისა თვეში. კოსმოსური სადგურიდან დაბრუნების შემდეგ ასტრონავტებს სჭირდებათ თვეები რეაბილიტაციისთვის. მთვარის გრავიტაცია არის უფრო ბევრი ვიდრე ნული, მაგრამ ბევრად ნაკლები ვიდრე დედამიწაზე. რას ნიშნავს ეს ბავშვებისთვის, რომლებიც დაიბადებიან და გაიზრდებიან იქ? მათი სკელეტი განვითარდება განსხვავებულად. მათი გული, რომელიც არ უნდა ამოიტუმბოს სისხლი ასეთი მაღალი წნევით მთელი სხეულის სიმაღლეზე, შეიძლება იყოს უფრო სუსტი. მათი კუნთები, რომლებიც არ მუშაობენ მძიმე დატვირთვის წინააღმდეგ, შეიძლება იყოს ნაკლებად განვითარებული. თუ ეს ბავშვები მოგვიანებით გადაწყვეტენ მოინახულონ დედამიწა, მათი წინაპრების სახლი, შეძლებენ თუ არა. შეძლებენ თუ არა გაუძლონ დედამიწის გრავიტაციას, რომელიც იქნება 6-ჯერ მეტი ვიდრე ის, რასთან არიან ისინი ადაპტირებული. შესაძლოა მთვარეზე დაბადებული ადამიანები სამუდამოდ დარჩებიან ტყვეებად, დაბალი გრავიტაციის სამყაროებში. შესაძლოა ისინი ვეღარასოდეს შეძლებენ დადიონ დედამიწაზე. და ეს არის არა მხოლოდ ფიზიკური კითხვა, ეს არის ეთიკური, ფილოსოფიური კითხვა. გვაქვს თუ არა უფლება შევქმნათ ადამიანების თაობა, რომლებიც იძულებულნი არიან იცხოვრონ მხოლოდ ერთ ტიპის გარემოში? გვაქვს თუ არა უფლება დავქვემდებაროთ მომავალი თაობები იმ არჩევანს, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ დღეს? და კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თითქმის არავინ საუბრობს. დრო. ჩვენ გეგმავთ მთვარის კოლონიზაციას შემდეგი 10 წლეულების, შემდეგი საუკუნის მასშტაბით. მაგრამ ადამიანური ისტორია გვიჩვენებს, რომ ცივილიზაციები იცვლება, იმპერიები ინგრევა, ტექნოლოგიები კარგვება. რომის იმპერიამ დაკარგა უამრავი ტექნოლოგია ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში. ბეტონის წარმოების მეთოდები, რომლებიც არ აღდგა 1500 წლის განმავლობაში, რთული ინჟინერია წყლის სისტემებისა. რა მოხდება თუ რაიმე მსგავსი მოხდება მთვარის კოლონიასთან? წარმოიდგინეთ, 2870 წელს მთვარეზე ცხოვრობს 10,000 ადამიანი. მაგრამ შემდეგ დედამიწაზე ხდება რაღაც. ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური კონფლიქტი, პანდემია. დედამიწა წყვეტს მხარდაჭერას, აღარ აგზავნიან რეზერვულ ნაწილებს, აღარ აგზავნიან ახალ მეცნიერებს, აღარ უფინანსებენ მთვარის ბაზების გაფართოებას. მთვარის კოლონია რჩება მარტო, მათ უნდა გადარჩნენ იმით, რაც აქვთ. და აქ არის კითხვა, შეძლებენ თუ არა. ჟანგბადის წარმოება იქნება საკმარისი გადარჩენისთვის, თუ რეაქტორები მუშაობენ. მაგრამ რეაქტორები მოითხოვენ მომსახურებას. მომსახურება მოითხოვს რეზერვულ ნაწილებს. რეზერვული ნაწილები მოითხოვს წარმოებას. და თუ წარმოების ტექნოლოგია არ არის სრულად ადგილობრივი, თუ ზოგიერთი კომპონენტი ჯერ კიდევ მოდის დედამიწიდან, მაშინ კოლონია არის დაუცველი. ერთი კრიტიკული ნაწილის შეცდომა, ერთი სპეციალისტის დაკარგვა, ერთი ტექნოლოგიური ჯაჭვის გათვედა და მთელი სისტემა შეიძლება ჩაიშალოს. ეს არის რისკი, რომელზეც ზოგჯერ არასაკმარისად ფიქრობენ ენთუზიასტები კოსმოსური კოლონიზაციისა. ისინი ხედავენ მხოლოდ შესაძლებლობებს, ახალი სამყაროები, უსაზღრო რესურსები, დიდი თავგადასავალი. მაგრამ ინჟინრები და რისკების მენეჯერები ხედავენ სხვა რამეს: დამოკიდებულებებს, დაუცველობებს, ერთ წერტილზე უკუქცევა შეცდომების რისკებს. ყოველი სისტემა, რამდენადაც სანდო არ უნდა იყოს იგი, შეიცავს რისკს. და კოსმოსში, სადაც არ არსებობს გარე დახმარება,
სადაც უახლოესი სარეზერვო რესურსი არის 3 დღის მოშორებით, ეს რისკები ხდება არა აბსტრაქტული გამოთვლები, არამედ სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხები. და მაინც, მიუხედავად ყველა ამ გაურკვევლობის, მიუხედავად ყველა ამ რისკის, მიუხედავად ყველა ამ რა თუ კითხვისა, ჩვენ მაინც წავალთ. რატომ? რადგან ადამიანების ბუნება ასეთია. ჩვენ ვართ სახეობა, რომელიც გასული 200,000 წლის განმავლობაში გავრცელდა აფრიკიდან მთელ პლანეტაზე. ჩვენი წინაპრები დატოვეს საბანა და გავიდნენ უდაბნოებში, ჯუნგლებში, მთებში, ტუნდრაში. ისინი გაცურეს ოკეანეებს პრიმიტიულ ნავებით. ისინი გადალახეს თოვლიანი პიკები მხოლოდ ქვის იარაღებით. და ყოველ ჯერზე, როცა ისინი მიასინი მიაღწევდნენ ახალ ადგილს, ისინი აკეთებდნენ იმ ადგილს საცხოვრებლად. არა იმიტომ, რომ ეს იყო მარტივი, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო შესაძლებელი. მთვარე არის მხოლოდ შემდეგი ნაბიჯი ამ განუწყვეტელ მგზავრობაში. და ჟანგბადი რეგოლიტში ეს არის ის რესურსი, რომელიც ამ ნაბიჯს აქცევს არა თავგადასავალ ფანტაზიას, არამედ პრაქტიკულ პროექტს. ის არის ხიდი იმას შორის, თუ სად ვართ და სად შეგვიძლია ვიყოთ. მაგრამ აქ ერთი საოცარი რამ ხდება. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ამ ხიდზე, ჩვენ ვსაუბრობთ ჟანგბადზე როგორც რესურსზე, როგორც რაღაცეზე, რაც გვჭირდება, რომ გამოვიყენოთ, რომ მოვიპოვოთ. მაგრამ სინამდვილეში ჟანგბადი არ არის მხოლოდ რესურსი. ჟანგბადი არის უფრო ღრმა რამ. ის არის კავშირი. დაუბრუნდეთ იმ ატომებს, რომლებზეც ვსაუბრობდით. ჟანგბადის ატომი, რომელიც ახლა არის დამალული მთვარის რეგოლიტში, დაიბადა ვარსკვლავში. არა ჩვენს მზეში, არამედ ბევრად უფრო ადრე. ის დაიბადა ვარსკვლავის ბირთვში, სადაც ჰელიუმის ბირთვები შეჯახდნენ და შეერწყნენ, შექმნეს უფრო მძიმე ელემენტები. პროცესი, რომელსაც მეცნიერები უწოდებენ ბირთვული სინთეზი. ეს ხდებოდა ტემპერატურაზე რამდენიმე მილიონი გრადუსი, წნევაზე, რომელიც იმდენია, რომ ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ. და შემდეგ, როდესაც ის ვარსკვლავი ამოწურა თავის საწვავს, იგი აფეთქდა. სუპერნოვა. ამ აფეთქებამ გაფანტა ყველა ის ელემენტი, რომელიც შექმნილი იყო ვარსკვლავის შიგნით, კოსმოსში, მათ შორის ჟანგბადი. ის ჟანგბადი მოგზაურობდა სივრცეში, შესაძლოა ათასობით წელი, შესაძლოა მილიონობით წელი. შემდეგ ის შევიდა მთვარის ღრუბელში, რომელიც იყო ჩვენი მზის სისტემის დასაბამი. ის ღრუბელი კოლაფსივდა თავის გრავიტაციის ქვეშ, წარმოქმნა მზე და პლანეტები. ზოგიერთი ჟანგბადის ატომი აღმოჩნდა დედამიწაზე, ზოგიერთი მთვარეზე. მთვარეზე ეს ატომი დაკავშირდა სხვა ატომებთან, სილიციუმთან, რკინასთან და გახდა ნაწილი მინერალის. ის მოთავსდა რეგოლიტში. იქ ის იმყოფებოდა მილიარდი წლის განმავლობაში, მდუმარე, უძრავი, გაყინული ქიმიურ სტრუქტურაში. მაგრამ ახლა, ან სულ მალე, გეოლოგიური დროის მასშტაბით, ადამიანები მოვლენ. ისინი ამ ატომს გამოათავისუფლებენ, გადაიტანენ X კონტეინერში. და შემდეგ, და აქ ხდება მაგია. ადამიანი ჩაისუნთქავს ამ ატომს. ატომი შევა ადამიანის ფილტვებში, გადავა სისხლის ნაკადში. მიაღწევს უჯრედს, შესაძლოა გულის უჯრედს, რომელიც ბეჭდავს. შესაძლოა ტვინის ნეირონს, რომელიც ფიქრობს. და იქ, უჯრედის მიტოქონდრიაში, პატარა ორგანელოში, რომელიც არის ენერგიის ქარხანა, ეს ატომი მონაწილეობს რეაქციაში. ის იერთებს ელექტრონებს, ქმნის წყალს და ამ პროცესში გამოითავისუფლება ენერგია. ეს ენერგია იქცევა ATP-ად, ადენოზინ ტრიფოსფატად, მოლეკულად, რომელიც არის ენერგიის ვალუტა ცოცხალ უჯრედებში. და ეს ATP იძლევა ენერგიას აზრებისთვის, გრძნორგიას აზრებისთვის, გრძნობებისთვის, ოცნებებისთვის. ასე რომ ჟანგბადის ატომი, რომელიც დაიბადა ვარსკვლავში მილიარდი წლის წინ, რომელიც იმოგზაურა კოსმოსში, რომელიც შეეყარა მთვარის ზედაპირს, რომელიც ელოდა იქ უძველეს სიმშვიდეში, ახლა ხდება ნაწილი ადამიანის აზრისა. შესაძლოა ამ წამს, როდესაც ეს უჯრედი იღებს ენერგიას, ადამიანი ფიქრობს, როგორი ლამაზია დედამიწა ზემოდან. ან შესაძლოა, მენატრება ჩემი ოჯახი. ან შესაძლოა, რა განსაცვიფრებელია, რომ ვარსკვლავების მტვერი ფიქრობს საკუთარ თავზე. ეს არის ის, რაზეც ნამდვილად ვსაუბრობთ, როდესაც ვსაუბრობთ ჟანგბადის მოპოვებაზე მთვარიდან. ჩვენ ვსაუბრობთ ვარსკვლავების მტვრის გარდაქმნაზე ცნობიერ არსებად. ჩვენ ვსაუბრობთ სამყაროს ერთი ნაწილის, მკვდარი, ცივი ქვის გარდაქმნაზე, სამყაროს სხვა ნაწილად, ცნობიერება, რომელიც ფიქრობს, რომელიც გრძნობს, რომელიც ოცნებობს. და თუ ეს არ არის მაგია, თუ ეს არ არის სასწაული, მაშინ მე არ ვიცი რა არის. მაგრამ აქ არის კიდევ უფრო ღრმა დონე. ის ჟანგბადის ატომები, რომლებიც ახლა იქ არიან, მთვარეზე, მოლოდიაში. ისინი არ იციან, რომ არსებობენ. ისინი არ იციან, რომ მილიარდი წლის შემდეგ მათ გამოიყენებენ. ისინი უბრალოდ იქ არიან, ნეიტრალურნი, გულგრილნი, მორჩილნი ფიზიკის კანონებისადმი. მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენ, ადამიანები, შეგვიძლია გამოვიყენოთ ისინი,
შეიცავს რაღაც უფრო ღრმას. ეს ნიშნავს, რომ სამყარო, ეს უზარმაზარი, გაფართოებული, ხშირად ცივი და გულგრილი სამყარო, მაინც შეიცავს რესურსებს, რომლებიც ზუსტად ისეთია, როგორიც გვჭირდება სიცოცხლისთვის. ეს შეიძლება იყოს შემთხვევა. უბრალოდ ბრმა შანსი, რომ ფიზიკისა და ქიმიის კანონები ისეა მოთხოვილი, რომ სიცოცხლე შესაძლებელია. მაგრამ შეიძლება იყოს რაღაც უფრო ღრმა. შესაძლოა სამყარო თავად არის მოწყობილი ისე, რომ ხელს უწყობს კომპლექსურობის ზრდას, ორგანიზაციის ზრდას და საბოლოოდ ცნობიერების გაჩენას. მეცნიერები ამას უწოდებენ ანთროპულ პრინციპს, იდეას, რომ სამყაროს ფუნდამენტური კონსტანტებები, გრავიტაციის სიძლიერე, ელექტრომაგნიტური ძალა, სუსტი ბირთვული ძალა, ყველა არის ზუსტად იმ მნიშვნელობებზე, რომლებიც აუცილებელია სიცოცხლის არსებობისთვის. თუ ისინი იქნებოდა ოდნავ განსხვავებული, მხოლოდ რამდენიმე პროცენტით, ვარსკვლავები ვერ შეიქმნებოდნენ. ან შეიქმნებოდნენ, მაგრამ არ წარმოქმნიდნენ მძიმე ელემენტებს. ან მძიმე ელემენტები წარმოიქმნებოდნენ, მაგრამ ვერ შეადგენდნენ სტაბილურ მოლეკულებს. ან მოლეკულები შეიქმნებოდნენ, მაგრამ არ იქნებოდა შესაძლებელი სიცოცხლის ევოლუცია. ზოგიერთი ფილოსოფოსი და მეცნიერი ამბობს, ეს ნიშნავს, რომ სამყარო დაკენებულია სიცოცხლისთვის. სხვები ამბობენ, არა, ეს მხოლოდ ნიშნავს, რომ ჩვენ ხედავთ იმ სამყაროს, რომელიც შესაფერისია სიცოცხლისთვის, რადგან ჩვენ უბრალოდ ვერ იქნებოდით სხვა სამყაროში, სადაც სიცოცხლე შეუძლებელია. ეს დაკავშირებული სელექციური ეფექტია. მაგრამ აქ არის ის, რაც რეალურად აშკარაა. მიუხედავად იმისა, შემთხვევაა თუ მიზანია, მიუხედავად იმისა, უბრალოდ იღბალია თუ ღრმა პრინციპი, ჩვენ იმყოფებით სამყაროში, რომელიც აძლევს საშუალებას არსებობას. და მთვარეზე არსებული ჟანგბადი არის ერთი მაგალითი ამისა. ის იქ არის, ის ხელმისაწვდომია, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას. და ჩვენ, ადამიანობა, ეს პატარა მკიფე სახეობა პატარა ლურჯ პლანეტაზე, ვპოულობთ იმ ჟანგბადს და ვქმნით საკუთარ მომავალს მისი გამოყენებით. და თუ გადავხედოთ ამ პროცესს ყველაზე ფართო ხედვით, ფილოსოფიურად, კოსმოლოგიურად, რას ვხედავთ? ჩვენ ხედავთ სამყაროს, რომელიც აკვირდება საკუთარ თავს. რადგან სინამდვილეში ჩვენ ადამიანები არ ვართ რაღაც განცალკევებული სამყაროსგან. ჩვენ ვართ ნაწილი სამყაროსი. ჩვენ ვართ ვარსკვლავების მთვერი, რომელმაც მიიღო ფორმა, სტრუქტურა, ცნობიერება. ჩვენ ვართ სამყაროს გზა თვითაღიარებისკენ. და როდესაც ჩვენ დგამთ რეაქტორს მთვარეზე, როდესაც ჩვენ ვამუშავებთ რეგოლიტს და ვამოვიღებთ ჟანგბადს, როდესაც ჩვენ ვქმნით ოაზის სიცოცხლის ამკვდარ სამყაროში, ჩვენ ვაგრძელებთ იმ პროცესს, რომელიც დაიწყო დიდი აფეთქებიდან 14 მილიარდ წელს წინ. ჩვენ ვაგრძელებთ საქმეს ორგანიზაციის ზრდისა, კომპლექსურობის ზრდისა, ცნობიერების გავრცელებისა. და ეს არის არა მხოლოდ ტექნიკური მიღწევა, ეს არის არა მხოლოდ ეკონომიკური პროექტი. ეს არის ფილოსოფიური აქტი. ეს არის განცხადება სამყაროსადმი. ჩვენ აქ ვართ, ჩვენ არსებობთ და ჩვენ გავავრცელებთ ცნობიერებას იქ, სადაც ის არ არსებობს. მაგრამ და აქ არის კრიტიკული მომენტი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს კეთილსინდისიერად. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს რაც შეიძლება უფრო დიდი სიფრთხილით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი შეზღუდვები. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დედამიწაზე, ჩვენ სახლზე, ჩვენ უკვე გავაკეთეთ მრავალი შეცდომა. ჩვენ დავაბინძურეთ ოკეანეები, ჩვენ დავწვით ტყეები, ჩვენ გამოვაკეთეთ სახეობები, ჩვენ შევცვალეთ კლიმატი. ყველა ეს შეცდომა, თითოეული მათგანი, იყო განვითარებისა და პროგრესის სახელით. ახლა ჩვენ წავდივართ მთვარეზე და შემდეგ მარსზე და შემდეგ კიდევ შორეულ ადგილებში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, გავიმეორებთ თუ არა იგივე შეცდომებს, გავხდებით თუ არა კოსმოსური კოლონიზატორები, რომლებიც იყენებენ და ტოვებენ. თუ ვისწავლით რაღაცა ჩვენი ისტორიის შედეგად და გავხდებით უფრო გონიერნი, უფრო კეთილსინდისიერნი, უფრო პატივისცემით მოპყრობელნი იმ სამყაროების მიმართ, რომლებსაც ხვდებით. აი ეს არის ის კითხვები, რომლებზეც ჩვენ უნდა ვიფიქროთ ახლა. არა მაშინ, როცა უკვე ვიქნებით იქ, არამედ ახლა, როცა ჩვენ გეგმოთ. რადგან გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ ვაკეთებთ დღეს, როგორ დავაპროექტებთ ჩვენ სისტემებს, როგორ დავიცავთ ჩვენს თემებს, როგორ გავაზიარეთ რესურსებს, განსაზღვრავენ მომავალს მომდევნო საუკუნეების განმავლობაში. და ჟანგბადი მთვარეზე. ეს უბრალო ფუნდამენტური რესურსი არის ტესტი. ეს არის პირველი ტესტი იმისა, შეძლებს თუ არა ადამიანობა თავის პატარა ლურჯი პლანეტის გარეთ არსებობას. შეძლებთ თუ არა ვიყოთ კეთილი მკვიდრი ან ნებიურად მესაკუთრე. შევქმნით თუ არა სისტემებს, რომლებიც მდგრადია, თუ შევქმნით სისტემებს, რომლებიც დაიშლებიან პირველი კრიზისისას. ვისწავლით თუ არა წარსულის შეცდომებისგან, თუ გავიმეორებთ მათ. პასუხი არ არის ცნობილი. მომავალი არ არის წინასწარ განსაზღვრული. ჩვენ ვქმნით მას ახლა, თითოეული გადაწყვეტილებით, თითოეული პროექტით, თითოეული არჩევანით. და ჟანგბადი, რომელიც ელოდება იქ რეგოლიტში, არის მაყურებელი ამ პროცესისა.
ის არის უდრეკითი, მოთმინე, გულგრილი ჩვენი არჩევანების მიმართ. მაგრამ ის იქ არის რესურსი, შესაძლებლობა, გასაღები, მაყურებელი იმისა, რას გავაკეთებთ ჩვენ მის გამოყენებას. მაგრამ აქ არის ის, რაც ნამდვილად საოცარია და რაზეც ჩვენ თითქმის არასოდეს ვფიქრობთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჟანგბადზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სუნთქვაზე, ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცეზე, რომელიც უფრო ძველია ვიდრე ცნობიერება, უფრო ძველია ვიდრე აზრი, უფრო ძველია ვიდრე ენა. სუნთქვა არის პირველი და ბოლოელი და ბოლო აქტი, პირველი რამ, რასაც ახალშობილი ბავშვი აკეთებს და ბოლო რამ, რასაც კარგავს კაცი სიკვდილის წინ. ეს არის იმდენად ფუნდამენტური, რომ ჩვენ ვერც კი ვფიქრობთ მასზე. ის უბრალოდ ხდება ავტომატურად 24 საათი დღეში, დაახლოებით 15-20 ჯერ წუთში, მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში. ფილოსოფოსები ძველ ინდოეთში უწოდებდნენ სუნთქვას პრანა, სასიცოცხლო ენერგია, რომელიც აკავშირებს ყველაფერს. ძველ ჩინეთში ჩი, სასიცოცხლო ძალა, რომელიც ედინება სამყაროში. ბერძნები საუბრობდნენ პნეუმაზე, სული, სუნთქვა, ქარი, ყველა ერთი სიტყვა. თითქმის ყველა კულტურაში, ყველა ეპოქაში ადამიანები რაღაცნაირად გრძნობდნენ. სუნთქვა არ არის მხოლოდ მექანიკური პროცესი, ის არის რაღაც უფრო ღრმა და რა იყო ის ინტუიცია. რატომ ყველა ამ განსხვავებულმა ტრადიციებმა, რომლებმაც არ იცოდნენ ერთმანეთის შესახებ, იპოვეს რაღაც საიდუმლო სუნთქვაში. შესაძლოა იმიტომ, რომ სუნთქვა არის ერთადერთი პროცესი, რომელიც აერთებს გარეს შიგნითთან. თქვენ იღებთ რაღაცას გარედან, ჰაერს, მოლეკულებს, ატომებს და აქცევთ მათ ნაწილად საკუთარი თავისა. ისინი შედიან თქვენს ფილტვებში, გადადიან თქვენს სისხლში, აღწევენ თქვენს უჯრედებს და ხდებიან თქვენი ენერგიის წყარო. არ არსებობს მკაფიო საზღვარი იმას შორის, თუ სად მთავრდება სამყარო და იწყება შენ. ყოველი სუნთქვით შენ უცვლი ადგილებს შენს და გარეს. შენ ხარ დინამიური პროცესი, არა ფიქსირებული ობიექტი. ახლა წარმოიდგინეთ ეს კონტექსტში მთვარის ბაზისა. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს იქ, სუნთქავს ჟანგბადს, რომელიც წარმოებულია რეგოლითიდან. ყოველი მისი სუნთქვა არის აქტი ქიმიური გარდაქმნისა. ის შთაბეჭდს ატომებს, რომლებიც გუშინ იყვნენ ნაწილი უსიცოცხლო ქვისა. დღეს ისინი არიან ნაწილი მისი სისხლისა, მისი ტვინისა, მისი აზრებისა. ხვალ როცა ის ამოისუნთქავს, ისინი გახდებიან ნაწილი ბაზის ატმოსფეროს. შემდეგ რეციკლირდებიან, შეიძლება გამოყენებული იქნან მცენარეებისთვის, რომლებიც იზრდებიან ჰიდროპონიკურ სათბურებში და მერე კვლავ იქცევიან ჟანგბადად, რომელსაც ვინმე სხვა ჩაისუნთქავს. ეს არის კრუგობრუნება, ციკლი, რომელიც დედამიწაზე ხდება მილიარდობით წლის განმავლობაში, მაგრამ მთვარეზე ეს იქნება ხელოვნური, ტექნოლოგიური, კონტროლირებადი. და ამ ციკლის შექმნა, ამ მცირე დახურული ეკოსისტემის შექმნა, სადაც ატომები მოძრაობენ ერთი ფორმიდან მეორეში, ეს არის გარკვეული გაგებით სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი, რომელსაც ადამიანობა ოდესმე განახორციელებდა. ჩვენ ვქმნით ხელოვნურ ბიოსფეროს. ჩვენ ხდებით არა მხოლოდ მხილველები ველები, არამედ შემქმნელები ცხოვრების ციკლისა. და აქ ჩნდება ფილოსოფიური პარადოქსი, რომელზეც ლაპარაკი ღირს. დედამიწაზე ბიოსფერო, ყველა სიცოცხლე, ყველა ეკოსისტემა არის თვითორგანიზებული. არავინ არ დაგეგმა მას. ის განვითარდა ბრმა ევოლუციის პროცესში, სადაც ყველა კომპონენტი ადაპტირდა ერთმანეთთან მილიონობით წლის განმავლობაში. შედეგი არის სისტემა ისეთი კომპლექსური და მდგრადი, რომ ჩვენ ვერც კი ვიგებთ მას სრულად. ოკეანეების მიკრობები, რომლებიც აწარმოებენ ხმელეთის ჟანგბადის ნახევარზე მეტს, ტყეები, რომლებიც არეგულირებენ კლიმატს, ნიადაგის ორგანიზმები, რომლებიც ამუშავებენ ორგანულ მასას და ათავისუფლებენ მინერალებს, მაგრამ მთვარეზე, ან მარსზე, ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც ჩვენ წავალთ, ბიოსფერო უნდა იყოს დიზაინირებული. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რომელი მცენარეები უნდა იზრდებოდნენ, რომელი მიკრობები უნდა არსებობდნენ, როგორ უნდა რეციკლირდეს ჰაერი, როგორ უნდა ამუშავდეს ნარჩენები. ყოველი ელემენტი უნდა იყოს დაგეგმილი, ტესტირებული, ოპტიმიზირებული. ეს არის წინააღმდეგობა. ბუნებრივი სისტემები არიან კომპლექსურნი, მაგრამ მდგრადნი, რადგან ისინი განვითარდნენ თვითორგანიზაციით. ხელოვნური სისტემები შეიძლება იყვნენ ეფექტურები, მაგრამ მკიფები, რადგან ისინი დამოკიდებულნი არიან ადამიანურ მენეჯმენტზე. და აქ ჩნდება კითხვა, რომელზეც ჩვენ ჯერ არ გვაქვს პასუხი. შეგვიძლია თუ არა შევქმნათ სისტემა, რომელიც იქნება საკმარისად რობასტული, საკმარისად მდგრადი, რომ იარსებოს საუკუნეების განმავლობაში ადამიანური მუდმივი ჩარევის გარეშე. ან მთვარის კოლონია სამუდამოდ იქნება დამოკიდებული მუდმივ მონიტორინგზე, შესწორებაზე, მიკრომენეჯმენტზე. დედამიწაზე თუ ყველა ადამიანი უეცრად გაქრება, ბუნება გააგრძელებს. ტყეები ისევ გაიზრდებიან, ოკეანეები ისევ იცოცხლებენ, მაგრამ მთვარის ბაზაზე თუ ადამიანები წავლენ, ყველაფერი გაჩერდება. სისტემები გაითიშება, ჰაერი გაიფლოდა, სიცოცხლე დამთავრდება. ეს ხდის მთვარის კოლონიას დაუცველს, არა მხოლოდ ტექნიკურად, არამედ ფილოსოფიურად.
ეს არის სიცოცხლე, რომელიც არ შეუძლია არსებობა თავისთავად. ეს არის კუნძული პორტატული დაცვის შიგნით კოსმოსის უსასრულო ვაკუუმში. და ეს წამოჭრის ეთიკურ კითხვას. გვაქვს თუ არა უფლება შევქმნათ ასეთი მკრიფე სისტემები? გვაქვს თუ არა უფლება მოვიყვანოთ ბავშვები იქ, სადაც მათი გადარჩენა დამოკიდებულია ტექნოლოგიაზე, რომელიც თუ გაიფუჭება, არ იძლევა მეორე შანსს. და აქ ჩვენ მივალთ იმასთან, რაზეც უნდა ვიყოთ აბსოლუტურად გულწრფელნი. ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, ჟანგბადის წარმოება, მთვარის ბაზები, მრავალპლანეტარული ცივილიზაცია. ყველა ეს არის ძლიერ დამოკიდებული დაშვებებზე, რომლებიც შეიძლება იყოს არასწორი. ჩვენ უბრალოდ ვერ ვიცით რამდენი რამ. ჩვენ ვერ ვიცით, როგორ იმოქმედებს მთვარის გრავიტაცია ადამიანის ორგანიზმზე 10 წლეულების მასშტაბით. აპოლოს ასტრონავტები დარჩნენ მთვარეს მაქსიმუმ რამდენიმე დღის განმავლობაში. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟები ცხოვრობენ ნულოვან გრავიტაციაში რამდენიმე თვის განმავლობაში. მაგრამ მთვარის გრავიტაცია 1/6 დედამიწისა არის ერთგვარი შუალედური მდგომარეობა, რომელზეც ჩვენ გვაქვს ძალიან მცირე მონაცემები. შესაძლოა ის იყოს საკმარისი ძულების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. შესაძლოა არა. ჩვენ უბრალოდ ვერ ვიცით. ჩვენ ვერ ვიცით, როგორ იმოქმედებს რადიაცია. მთვარეზე არ არის მაგნიტური ველი, რომელიც იცავს კოსმოსური სხივებისგან. არ არის ატმოსფერო, რომელიც გააფრთხილებს მზის აფეთქებებს. ასტრონავტები, რომლებიც იცხოვრებენ იქ, მიიღებენ უფრო მაღალ დოზებს რადიაციისა, ვიდრე დედამიწაზე, თუნდაც დაცულ ჰაბიტატებში რეგოლითის თაროებით. ეს რადიაცია ზრდის კიბოს რისკს, აზიანებს DNA-ს, შეიძლება იმოქმედოს რეპროდუქციულ სისტემაზე. ჩვენ ვიცით, რომ ეს რისკები არსებობს, მაგრამ ჩვენ ვერ ვიცით, რამდენად დიდია ის რისკები გრძელვადიან პერსპექტივაში. შეიძლება იყოს მისაღები, შეიძლება იყოს კატასტროფული. ჩვენ ვერ ვიცით, როგორ იქცევა ადამიანური ფსიქიკა იზოლაციაში. ერთი რამ არის იცხოვრო კოსმოსურ სადგურზე, სადაც შენ ხედავ დედამიწას ყოველ 80 წუთში, სადაც შენ იცი, რომ შეგიძლია დაბრუნდეს 3 საათში. სრულიად სხვა რამ არის იცხოვრო მთვარეზე, სადაც დედამიწა არის პატარა ლურჯი წერტილი ცაში, სადაც დაბრუნება მოითხოვს 3 დღეს მინიმუმ, სადაც შენ რეალურად იზოლირებული ხარ. ფსიქოლოგიური შესწავლები ანტარქტიკულ სადგურებზე აჩვენებს, რომ იზოლაცია იწვევს დეპრესიას, შფოთვას, კონფლიქტებს ჯგუფებში. მაგრამ ანტარქტიკა მაინც არის დედამიწაზე. მთვარე არის სრულიად სხვა დონე ფსიქოლოგიური გამოწვევით. ჩვენ ვერ ვიცით, როგორ განვითარდება სოციალური სტრუქტურები მთვარის კოლონიაში. დედამიწაზე ცივილიზაციები ხოლოთვის იზრდებოდნენ ორგანულად. ვაჭრობის გზები, ქალაქები, კულტურები, რომლებიც ვითარდებოდნენ 1000 წლეულების განმავლობაში. მაგრამ მთვარეზე ყველაფერი იქნება დაგეგმილი, კონტროლირებული, იძულებითი. მოსახლეობა გაიზრდება 100-დან 1000 ადამიანამდე, რა სოციალური სტრუქტურა წარმოიქმნება. იქნება თუ არა დემოკრატია, თუ ტექნოკრატია, სადაც ინჟინერები და მეცნიერები იღებენ გადაწყვეტილებებს, თუ კორპორაციული იერარქია, სადაც ძალაუფლება ეკუთვნის კომპანიებს, რომლებმაც დააფინანსეს კოლონია. ჩვენ ვერ ვიცით, რა კულტურული იდენტობა ექნება მთვარის მაცხოვრებლებს. იქნებიან თუ არა ისინი თავს თვლიდნენ ამერიკელებად, ჩინელებად, ევროპელებად, იმის მიხედვით თუ რომელი ერის პროგრამამ გააგზავნა ისინი იქ. თუ ისინი შექმნიან ახალ იდენტობას, მთვარელები, რომლებისთვის დედამიწის ნაციონალური საზღვრები აღარ აქვს მნიშვნელობა. როდესაც დაიბადება პირველი ბავშვი მთვარეზე, რა იქნება მისი ეროვნება, რომელ ქვეყანას ეკუთვნის იგი, ან შეიქმნება თუ არა სრულიად ახალი კატეგორია, არა ეროვნული, არამედ პლანეტარული მოქალაქეობა. ჩვენ ვერ ვიცით, რა ეკონომიკური მოდელი იმუშავებს. დედამიწაზე ეკონომიკა დაფუძნებულია კონკურენციაზე, მოგებაზე, კერძო საკუთრებაზე. მაგრამ მთვარეზე, სადაც გადარჩენა დამოკიდებულია თანამშრომლობაზე, სადაც ერთი კომპანიის გაკოტრება შეიძლება ნიშნავდეს მთელი ბაზის კოლაფსს, იმუშავებს თუ არა იგივე მოდელი. შესაძლოა მთვარეზე განვითარდეს უფრო კოლექტივისტური მიდგომა, სადაც რესურსები იყოფა არა ბაზრის მიხედვით, არამედ საჭიროების მიხედვით. შესაძლოა სრულიად ახალი ეკონომიკური სისტემა წარმოიქმნება. ჩვენ ვერ ვიცით, რა პოლიტიკური პრობლემები წარმოიქმნება. დღეს კოსმოსური კანონი, Outer Space Treaty, 1967 წლიდან აცხადებს, რომ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია დაიპყროს ციური სხეულები. მაგრამ რა მოხდება, როდესაც კერძო კომპანიები დაიწყებენ რესურსების მოპოვებას მთვარეზე? ვინ ეკუთვნის ჟანგბადი, რომელიც წარმოებულია რეგოლითიდან? ვინ აკონტროლებს ტერიტორიებს? თუ ორი კომპანია დაობენ იმავე რეგიონზე, ვინ გადაწყვეტს? რომელი სასამართლო, რომელი იურისდიქცია ვრცელდება მთვარეზე? ჩვენ ვერ ვიცით და ყველაზე ღრმა კითხვა, რომელზეც ჩვენ ვერ გვაქვს პასუხი. გრძელვადიან პერსპექტივაში რას ნიშნავს იყო ადამიანი, თუ ადამიანობა იყოფა სხვადასხვა პლანეტებზე, სხვადასხვა გარემოში?
მთვარეზე დაბადებული ადამიანი, რომელიც ვერასოდეს ჩამოვა დედამიწაზე, რომლის ძვლები, კუნთები, გული ადაპტირებულია დაბალ გრავიტაციაზე, იქნება თუ არა ის ისევ ჰომო საპიენსი. თუ მალე გენეტიკურად თუ ბიოლოგიურად წარმოიქმნება ახალი ტიპი, ჰომო ლუნარისი, მთვარის ადამიანი. და თუ მარსზეც დაიწყება კოლონიზაცია, ჰომო მარსიანუსი. და შემდეგ რა? სხვადასხვა ადამიანური ტიპები, რომლებიც არ შეუძლიათ ერთმანეთთან თავისუფალი შერევა, რადგან მათი სხეულები ადაპტირებულია განსხვავებულ გრავიტაციაზე. ეს არის მომავალი, რომელზეც სამეცნიერო ფანტასტიკა საუბრობდა, მაგრამ ჩვენ ვერ ვიცით რეალურად რა მოხდება. მაგრამ ეხლა დავბრუნდეთ იმას, საიდანაც დავიწყეთ. გახსოვთ ის სურათი. ასტრონავტი მთვარის ზედაპირზე, რომელიც დგას უსასრულო ნაცრისფერ დაბლობში. ის კრებს მტვერს პატარა კონტეინერში, უბრალო ნაცრისფერი უსიცოცხლო ნივთიერება. მაშინ სცენარის დასაწყისში ეს ჩანდა როგორც უბრალო ექსპერიმენტი, როგორც მეცნიერული კურიოზი. მაგრამ ეხლა ყველაფრის შემდეგ, რაც განვიხილეთ, ეს იმავე სურათი ნიშნავს რაღაც სრულიად სხვას. ეს მტვერი, ეს პატარა ნაწილაკები, რომლებიც ჩნდებიან უმნიშვნელო, შეიცავს ყველაფერს. ისინი შეიცავენ მომავალ ქალაქებს, რომლებიც აშენდებიან მთვარეზე, მომავალ თაომავალ თაობებს, რომლებიც იქ დაიბადებიან, მომავალ ცივილიზაციას, რომელიც გავრცელდება პლანეტებზე. ისინი შეიცავენ ჟანგბადს, ელემენტს, რომელიც აქცევს მკვდარ მინერალს ცოცხალ ორგანიზმად, აქცევს ქვას აზროვნებად, აქცევს სივრცის მტვერს ოცნებად. და როდესაც ის ასტრონავტი ათავსებს იმ მტვერს კონტეინერში, როდესაც ის ბრუნდება ბაზაზე, როდესაც ის მტვერი შედის რეაქტორში და ამუშავდება და გადაიქცევა სუნთქვადი ჟანგბადის, იმ მომენტში ხდება რაღაც უფრო ღრმა ვიდრე ტექნოლოგია. იმ მომენტში სამყარო ანახებს საკუთარ თავს ახალი თვალებით. სამყარო, რომელმაც ოდესღაც შექმნა ის ატომები ვარსკვლავის ბირთვში, რომელმაც გაფანტა ისინი სუპერნოვას აფეთქებით, რომელმაც შეაგროვა ისინი პლანეტებად, ახლა იყენებს ამ ატომებს, რათა შექმნას ცნობიერება, რომელიც ფიქრობს ამ პროცესზე. ეს არის კოსმოსური კოლო, რომელიც იხურება. დიდი აფეთქება წარმოქმნა ენერგიას, ენერგიამ შექმნა მასალა, მასალამ შექმნა ვარსკვლავები, ვარსკვლავებმა შექმნეს მძიმე ელემენტები, მძიმე ელემენტებმა შექმნეს პლანეტები, პლანეტებზე წარმოიქმნა სიცოცხლე, სიცოცხლემ გამოიმუშავა ცნობიერება. და ახლა ცნობიერება ბრუნდება ისევ იმ მასალისკენ, ქვებისკენ, თუ რისკენ, ატომებისკენ და იყენებს მათ, რათა გააფართოოს საკუთარი არსებობა სამყაროში. დიახ, ჩვენ ვერ ვიცით ყველაფერი რა მოხდება. დიახ, არის რისკები. დიახ, შეიძლება ვიყოთ არასწორი ბევრი რამის შესახებ, მაგრამ ერთი რამ ცხადია. ამ ცდელობაში, ამ ცდაში გავავრცელოთ სიცოცხლე ის ადგილებში, სადაც მას არ გააჩნია. გამოვიყენოთ რესურსები, რომლებიც ელოდნენ უძველთაგან, ჩვენ ვაგრძელებთ რაღაც, რაც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩვენი საკუთარი ერთი პატარა სახეობა, ვიდრე ჩვენი ერთი პატარა პლანეტა. ჩვენ ვაგრძელებთ სამყაროს ძირითად ტენდენციას სიმარტივიდან კომპლექსურობისკენ, ქაოსიდან ორგანიზაციისკენ, უცნობიდან ცნობიერებისკენ. და ახლა, როცა ჩვენ ვდგავართ ამ ახალი ეპოქის ზღურბლზე, ეპოქის, როდესაც პირველად ადამიანური ისტორიაში გავხდებით მრავალპლანეტარული სახეობა, ღირს დაწყნარება და დადაცქრება და დაფიქრება. იმ ასტრონავტს, რომელიც კრებს მტვერს მთვარის ზედაპირზე, უყურებს დედამიწა, ის პატარა ლურჯი შარი, რომელიც კიდია ბნელ ცაში. ის შარი, სადაც თითქმის 8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, სუნთქავს, ოცნებობს. ის შარი, რომელზეც თქვენც იმყოფებით ეხლა, რომელიც წუთი სოფელში ბრუნავს კოსმოსის უსასრულობაში. და შესაძლოა იმ წამს, რომელსაც ის ასტრონავტი უყურებს თავის სახლს, იმ ლურჯ პლანეტას, რომელმაც შექმნა ის, აღზარდა ის, გამოაგზავნა ის ამ დიდ თავგადასავალზე, იმ წამს ის ფიქრობს: ჩვენ ყოველთვის ვიყავით მოგზაურები. ჩვენი წინაპრები გამოვიდნენ აფრიკიდან და გავრცელდნენ მთელ პლანეტაზე. ეხლა ჩვენ ვტოვებთ პლანეტას და უყვებით მთვარეზე, მარსზე, კიდევ უფრო შორს. ყოველი ნაბიჯი იყო რისკი, ყოველი ნაბიჯი იყო შიშის დაძლევა, მაგრამ ყოველ ჯერზე ჩვენ წავიდნენ, რადგან ეს არის ის, ვინც ვართ ჩვენ, არა მხოლოდ როგორც ადამიანები, არამედ როგორც ცნობიერების გამოხატულება ამ სამყაროში. ჩვენ ვართ გზა, რომლითაც სამყარო საკუთარ თავს იცნობს. ჩვენ ვართ ატომები, რომლებიც ფიქრობენ. ჩვენ ვართ ვარსკვლავების მტვერი, რომელიც აღმოაჩენს, რომ ის ვარსკვლავების მტვერია. და ეხლა, როდესაც თქვენ იკითხავთ ამ სიტყვებს, შესაძლოა დედამიწაზე, შესაძლოა ერთ დღეს მთვარეზე ან მარსზე გაიაზრეთ ეს. ყოველი სუნთქვა, რომელსაც აკეთებთ, თქვენც ხართ ნაწილი ამ ციკლისა. ჟანგბადი, რომელსაც ახლა ისუნთქავთ, წარმოიქმნა ვარსკვლავებში. ის არის იმავე ასაკის, როგორც სამყარო თავად, ან თითქმის. ის იმოგზაურა სივრცეში და დროში, ჩამოვიდა დედამიწამდე, გახდა ნაწილი ჰაერისა და ახლა შედის თქვენს ფილტვებში, ხდება ნაწილი თქვენი სისხლისა, აძლევს ენერგიას თქვენს აზრებს.
ყოველი სუნთქვით თქვენ აერთებთ წარსულს მომავალთან. თქვენ აერთებთ სამყაროს საწყის იმასთან, რაც იქნება. თქვენ აერთებთ მთვარის მტვერს, რომელიც ელოდა იქ მილიარდობით წლის განმავლობაში მომავალ ქალაქებთან, რომლებიც აშენდებიან. ეს არის მომენტი, არა მომავალში, არამედ ეხლა, როდესაც ადამიანობა გადადის ზღვარს. ჩვენ ვტოვებთ ბუდეს. ჩვენ ვიწყებთ მოგზაურობას, რომელიც შესაძლოა გაგრძელდება ათასობით, მილიონობით წლის განმავლობაში. ან შესაძლოა ჩვენ ვიწყებთ რაღაცას, რასაც ვერ დავასრულებთ. შესაძლოა ვიყოთ არასწორები. შესაძლოა რისკები იყოს ძალიან დიდი. შესაძლოა ჩვენი ოცნებები იყოს დიდი, ხოლო ჩვენი შესაძლებლობები პატარა. მაგრამ აი რა იცის ის ჟანგბადი, რომელიც იმყოფება მთვარის მტვერში, რომელიც ელოდება იქ, მდუმარე და მოთმინე. ის იცის, რომ სამყარო მოძრაობს. ის იცის, რომ მარტივი ხდება კომპლექსური. ის იცის, რომ მკვდარი ხდება ცოცხალი. ის იცის, რომ ყველაფერი, რაც არსებობს ეხლა, ვარსკვლავები, პლანეტები, სიცოცხლე, ცნობიერება, ოდესღაც იყო მხოლოდ ენერგია და ცარიელი სივრცე. და თუ ის შესაძლებელი იყო, თუ სამყაროს დაბადებიდან ჩვენს დღემდე ის უზარმაზარი მგზავრობა იყო შესაძლებელი, მაშინ შესაძლოა ის, რაც მოდის შემდეგ. შესაძლოა ის ქალაქები მთვარეზე. შესაძლოა ის თაობები, რომლებიც დაიბადებიან იქ. შესაძლოა ის ცივილიზაცია, რომელიც გავრცელდება ვარსკვლავებზე. მთვარის მტვერი ელოდება. ის უბრალოდ არის. ის არ ოცნებობს, არ ფიქრობს, არ იმედოვნებს. მაგრამ ჩვენ ოცნებობთ, ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენ ვიმედოვნებთ. და ეს არის ის, რაც ქმნის განსხვავებას. ეს არის ის, რაც ქმნის ყველაფერს შესაძლებელს. შესაძლოა ერთ დღეს, ბევრი წლის შემდეგ, ბავშვი დაიბადება მთვარის ჰაბიტატში, რომლის ჰაერი დამზადებულია იმ მთვრისგან, რომელიც ახლა ელოდება. და ის ბავშვი, რომლისთვისაც მთვარე იქნება სახლი, არა უცხო ადგილი, გაიზრდება და შეეკითხება: საიდან მოვედით ჩვენ? და მისი მშობლები მიუთითებენ ზეით, იქ სადაც ლურჯი დედამიწა კიდია ბნელ ცაში და იტყვიან: იქიდან. იქ დაიწყო ყველაფერი. მაგრამ ახლა ჩვენ აქ ვართ. და მომავალი არის ყველგან. რადგან ბოლოს და ბოლოს ეს არის ის, რაზეც ნამდვილად ვსაუბრობთ, როდესაც ვსაუბრობთ ჟანგბადზე მთვარეზე. ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ქიმიაზე ან ტექნოლოგიაზე. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ ვინ ვართ როგორც სახეობა, სად მიდიოდით, რა ვხდებით. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სამყარო, ეს უზარმაზარი, გაუგებარი, ხშირად მაშინის მომგვრელი სამყარო, მაინც შეიცავს ყველაფერს, რაც გვჭირდება. ჩვენ უბრალოდ უნდა ვიმუშაოთ, ვიფიქროთ, ვბედოთ. და ის უბრალო მტვერი, მთვარის ზედაპირზე. უსიცოცხლო, ნაცრისფერი, უმნიშვნელო თვალით, შეიცავს სასწაულს. ის შეიცავს მომავალს, რომელიც ჯერ არ დაწერილა. ის შეიცავს ატომებს, რომლებიც ერთ დღეს გახდებიან ნაწილი ადამიანის სუნთქვისა, აზრისა, ოცნებისა. და ეს გარდაქმნა მკვდარიდან ცოცხალში, უსასიცოცხლოდან ცნობიერში, არის ყველაზე მნიშვნელოვანი